გამარჯობა, ეთერში ალტერნატიული ხედვა, მე მისი წამყვანი თათია გავრიჭიძე ვარ. სანამ საუბარს დავიწყებთ სტუმრებთან ერთად და გაგაცნობთ თემას, რომელზეც ვისაუბრებთ, იქამდე შეგახსენებთ, რომ თქვენი ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალური ქსელების კუთხით, ამიტომ გამოიწერეთ ჩვენი როგორც Facebook, ასევე YouTube არხი, მოგძებნეთ კონსერვატორებით, ასევე ეკრანზე თქვენ ხედავთ ანგარიშის ნომერს, რომელზეც სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ თანხის გადმორიცხვა, გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ ამ არხის მთავარი სპონსორი და დამფინანსებელი. თემა, რომელზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ, ეს არის პრინციპში ყველაზე მძიმედ მდგარი საკითხი საქართველოს დღევანდელ ყოფაში. პრინციპში არსებობს კონსენსუსი იმაზე, რომ ქვეყანაში დგას დემოგრაფიული პრობლემა და ამ მიმართულებით სურათი ძალიან მძიმედ გამოიყურება. კონსენსუსის არსებობაში გულისხმობთ იმას, რომ მაგალითად ცოტა ხნის წინ დაანონსდა, რომ პარლამენტში შეიქმნება კომისია, რომელიც ამ საკითხზე როგორც მოკვლევას აწარმოებს, ასევე ამ მიმართულებით იმუშავებს. ამას გარდა ჩვენ გვაქვს და მოვისმინეთ კიდეც პრემიერი კობახიძის განცხადება, სადაც ის საუბრობს, რომ დემოგრაფიული მდგომარეობა და ვითარება ქვეყანაში საკმაოდ მძიმეა. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ დემოგრაფიულ მდგომარეობასთან ერთად დამატებული უკონტროლო მიგრაცია ახდენს და ქმნის იმ სურათს, რომელსაც ჩვენ ქუჩებში ვხედავთ და ეს კარგად არ გამოიყურება. აქედან გამომდინარე, დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა სწორედ იქნება დემოგრაფია და გაზრდილი მიგრაცია. ჩვენ გადაცემის სრულობის განმავლობაში ვისაუბრებთ ამ თემაზე და შევეცდებით ყოველ შემთხვევაში, რომ მივიდეთ ან აღმოვაჩინოთ თუნდაც მაყურებლისთვის საინტერესო გახდეს, მაგალითად როგორ შეგვიძლია გადავჭრათ ეს პრობლემა, არსებობს თუ არა ამ პრობლემის გადაჭრის გზები და რამდენად შეუძლია მათ შორის ხელისუფლებას ამ პრობლემის გადაჭრა პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში. შესაბამისად, ჩვენ ხსნით დისკუსიას სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ, ჩვენი სტუმრები იქნებიან სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე და ჟურნალისტი ჯაბა ჟვანია. მოგესალმებით. უპირველესად სანამ დავიწყებთ საუბარს და სანამ უფრო სწორედ ღრმად ჩავშლით ამ საკითხს და ვისაუბრებთ, თავდაპირველად ალბათ მნიშვნელოვანია ვისაუბროთ იმაზე, თქვენ როგორ ხედავთ უშუალოდ ამ საკითხს, რამდენად დგას ქვეყანაში დემოგრაფიული პრობლემა და ასევე დგას თუ არა თქვენი აზრით მიგრაციის, უკონტროლო მიგრაციის პრობლემაც, რისკი და საფრთხეც და შემდეგ უკვე გავაგრძელოთ ამ თემის ჩაშლა უფრო დეტალურად. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები თქვენს მსმენელებს და მაყურებლებს. მინდა გითხრათ, რომ ეს პრობლემა ძალიან მწვავეა და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მინდა დაგეთანხმოთ, რომ ეს თემა თქვენ წამოწიეთ და მისასალმებელია. კი ბატონო, ჯაბა თქვენ როგორ ფიქრობთ? დემოგრაფიაზე დავიწყოთ თუ მიგრაციაზე? კი ბატონო. ნუ ეხლა ზოგადად ცოტა ესეთი საკითხია, რომლის ამოწურვაც ერთ გადაცემაში ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ ესე რომ შევხედოთ დამოუკიდებლობის მერე, აი დამოუკიდებელ საქართველოში რა ხდება? 93 თუ 14 წელია, რაც დამოუკიდებელი ქვეყანა გავხდით, მე-4 ათეული წელი მიმდინარეობს. ხა პრობლემები საქართველოში არის უამრავი. რა ვიცი, ესე რომ დავყოთ სახელმწიფო პრობლემების გარეშე არ არსებობს, თან ისეთ გეოგრაფიაში, სადაც ჩვენ ვართ, ისეთ რეგიონში, იმ მასშტაბის ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, ზოგადად ვართ ძალიან მძიმე ისტორიის მქონე ქვეყანა. მაგრამ აი დამოუკიდებლობის მერე რა პრობლემები ჩვენ გამოყვა დამოუკიდებელ საქართველოში, ხო, აი ტერიტორიული მთლიანობა, ორი რეგიონია, რომელსაც ვერ ვაკონტროლებთ, ოკუპაცია, ეკონომიკური პრობლემები, ქვეყნიდან მოსახლეობის გადინება, ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, სასიცოცხლო მნიშვნელობის, ასე ვთქვათ, პრობლემა და საფრთხე, მაგრამ ჩემი აზრით, ყველა პრობლემას ხო აქვს თავისი სიმძიმე. და ყველაფერი არის შედარებით. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობაზეც კი არის ის დემოგრაფიული კატასტროფა, რომელიც დღეს ჭირს საქართველოს. და რატო? ეხლა თუ ფიზიკურად აღარ დავრჩით, არც ტერიტორიას აღარ აქვს მნიშვნელობა, არც რაც დროებით დაკარგული გვაქვს იმას და არც რაც დარჩენილი გვაქვს, რასაც ვაკონტროლებთ იმასაც. ეს არის საქართველოს რა დემოგრაფიული მდგომარეობაც აქვს დამოუკიდებლობიდან დღემდე. ეს არის აი როგორ გითხრა, აი არტერია გადახსნილი ადამიანი სისხლისგან რო იცლება. ისტორიისთვის 3 ათეული წელი არაფერი არ არის. საბჭოთა კავშირიდან
საქართველოს გამოვიდა დაახლოებით 5 მილიონი ნახევარი, პლუს მინუს შეიძლება ცოტა მეტ ცოტა ნაკლებ, 5 მილიონს ვაჭარბებდით, 5 მილიონი და კიდე რამდენიმე ასეული ათასი. მე მგონი საბჭოთა კავშირში 90-ში არა, 8-ში თუ 9-ში ჩატარდა ბოლო აღწერა. და მაშინ ვიყავით უკვე 5 მილიონი ნახევარი. მერე იყო მატება მაგ ინერციით რომ გამოვედით 90-შიც იზრდებოდა მოსახლეობა, ანუ მაღაზი ნაკრები არ ვიქნებოდით, იმის მერე, იყო პერიოდები, როცა იმატებდა, იკრებდა, მაგრამ აი ერთი ნაბიჯი წინ და სამი ნაბიჯი უკანის პრინციპით საბოლოო ჯამში ეს 33 წელი საქართველოში მოსახლეობა 4 მილიონს ჩამოწდა. ჩემი აზრით ეხლა ზუსტად არ გადამიხედია, მაგრამ ამ 33 წლის თუ 14 თუ რამდენი წელს დამოუკიდებელი ვარ საქართველოში სიკვდილიანობა შობადობის დისბალანსით საქართველოში მოსახლეობა შემცირდა დაახლოებით 1.5 მილიონით. კი ბატონო, მაშინ შემდეგ ეს არის რავი, აი დაახლოებით შეიძლება 1.600.000-მდეც იყოს და ეს არის რავი, თბილისი, ბათუმი, ქუთაისი დაახლოებით გაქრა თავის მოსახლეობით. კი ბატონო. აი ესეთი კრება გვაქვს. ეხლა შეიძლება მარ დავასრულებ ეს ეხლა ჩინეთისთვის არაფერს არ ნიშნავს, მაგდენი ადამიანი შეიძლება ყოველდღე იბადება და კვდება, მაგრამ ჩვენი მოსახლეობის რიცხოვნობის გათვალისწინებით, ეს არის კატასტროფა. რა ვიცი, საქართველოს დღეს ამაზე დიდი პრობლემა არ მგონია რომ კონდეს. კი ბატონო, მაშინ აქედან გამომდინარე გადავალ შემდეგ კითხვაზე. ვისი ან რისი ბრალია ის მოცემულობა, ის მდგომარეობა, ის დემოგრაფიული სურათი, რომელიც ახლა დგას საქართველოში, ბატონო ლევან, თქვენით დავიწყოთ. მე მინდა გითხრათ, რომ საერთოდ ეს პრობლემა, რაც არის დემოგრაფიული და მიგრაციის საკითხი, ეს მოიცავს მთელ კომპლექსს. ეს არ არის უბრალოდ გარკვეული განწყობილებები, შესამჩნევი თემები. ჩვენ შეგვიძლია ორი მიმართულებით გავაკეთოთ აქცენტი და მინდა ეს ორი მიმართულება თქვენთვის სამჯერადო გავხადოთ. კი ბატონო. ორი მიდგომა. რაც სხვათა შორის გარკვეულწილად თქვენი ორგანიზაციის მხრიდანაც იყო გაჟღერებული მიგრაციული საკითხის. გაიარეთ აღმაშენებელზე ქართულ ლაპარაკს ვერ მოისმენ. გაიარეთ აი სადღესასწაულო ის რო იყო ნაძვის ხე, იქ შეიძლება ადგილობრივი მოქალაქე არ გენახათ. გადეთ ბაზრობებზე ან რუსთაველზე გაიარეთ საღამოობით, ესე იგი იქ რაიმე ტრადიციულ სიტყვას ვერ მოისმენთ. ესე იგი ქალაქში არის ფაქტიურად დიდი კოლაფსი და ფაქტიურად საქართველო წაიშალა. მისაღებია თქვენთვის ეს ფორმა. მისაღები როგორ? აი რასაც ვამბობ, ადასტურე? კი, რა თქმა უნდა, რა ვიცი, მაგაზე ვლაპარაკობთ, რომ ამ ხრივ არის ძალიან მძიმე მდგომარეობა. კარგი, ეს ერთი ვარიანტი. ეხლა მეორე ვარიანტი ავიღოთ რა, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია ამაზე უფრო მწვავეთაც ვილაპარაკოთ, გამოსვლებიც მოვაწყოთ, რაღაც მიმართვების გავაკეთოთ და მეორე ვარიანტი ვთქვათ, ეხლა რაც რეალობა არის, ეს არის ვთქვათ თბილისის გარკვეული მონაცემები, თბილისი დედაქალაქია და რა გვაქვს მთლიანად ქვეყნის მასშტაბი. ხა მეორეს გეტყვით. 150 სოფელი არის დასარიელებული. 100-ობით სოფელი ფაქტიურად განადგურების პირას მიდის. ეს ოფიციალური ციფრებია, რასაც ვამბობ სტატისტიკა. ეხლა რასაც გეუბნებით, სტატისტიკის მონაცემები არის. ესე იგი, მოსახლეობა 1989 წელს მე რასაც ვიტყვი, არც ერთი ციფრი ჩემი არ არის. ყველაფერი არის ოფიციალური მონაცემები. 1989 წელს ესე იგი ჩვენ გვყავდა 5.400.000 მოსახლეობა. მოსახლეობის კლება მიმდინარეობდა ძალიან აქტიურად, მას ბევრი მიზეზი ჰქონდა, უმიანობაც იყო, გაჭიროებაც იყო, მაგრამ სხვათა შორის მაშინ არ იყო კატასტროფული ვარდა, მიუხედავად იმისა, თქვენც ამაზე ბრძანეთ. 2025 წლისათვის 3.700.000 ვართ მოსახლეობა. და თუ კი პროგნოზს გავაკეთებ, ჩვენ ძალიან სერიოზულად მუშაობთ ამ საკითხებზე. და მინდა გითხრათ, რომ სრულ ანალიზს ვაკეთებთ, ფაქტიურად დავასრულეთ ანალიზი და ასევე მოდელირება, ანუ სცენარები, არსებული მონაცემები, რაც ჩვენ გაგვაჩნია, რა შეიძლება მივიღოთ. ესე იგი, თუ კი გადავალთ კიდე სხვა კომპონენტებზე, აქ ბევრი შემადგენელი ნაწილია. შობადობა, სიკვდილიანობა, მიგრაცია, როგორც გადინების, ასევე ემიგრაცია და იმიგრაციის კომპონენტები, სამუშაო ძალის დაკარგვა, რეპროდუქციული ახალგაზრდა ქალბატონების დაკარგვა, რომელიც კატასტროფულად მცირდება, ესე იგი, ერის დაბერება,
და ფაქტურად საზღვრისპირა ტერიტორიების დაცარიელება. ეს ჩვენ გვიქმნის უკვე არაუბრალოდ იმ პრობლემას, რომ თბილისში ვიღაც ინდუსი მეც ლაპარაკობს. ეს არის მცირე დანახული თემა, რომელიც უფრო პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს და თქვენ ექსპერიმენტიც კი ჩაატარეთ, რამდენად აქტუალური იყო ეს თემა, მე ვაკვირდებოდი ამას. რას გულს? და მე ვიტყვი მაგასაც, აი მიტინგი და არაბიზაციის თემა რო წამოიწია რა. ჩემთვის ეს ექსპერიმენტი იყო. თქვენთვის შეიძლება რაღაცა ღონისძიება იყო პოლიტიკური ნაბიჯი, ეს არჩევანის თემაა. ეხლა თუ კი შევხედავთ ამას, პროგნოზი რომ გავაკეთოთ, ხო? საერთოდ მონაცემებით, თუ ერის, ესე იგი, კოეფიციენტი, ეს არის აი ესეთი საერთო ნაყოფიერების კოეფიციენტი. ანუ იზრდება თუ არა ერი, აქვს თუ არა მას ენერგია ზრდისა. ეს გამოიანგარიშება საერთო მოსახლეობის სიკვდილიანობისა და შობადობის, ესე იგი, შეფარდებით გამოიანგარიშება. თუ გინდა რომ იყოს, ესე იგი, მატება მინიმუმ უნდა იყოს 2.1 ეს კოეფიციენტი. ჩვენ 99 წელს ჰქონდა 2.5. ეხლა გვაქვს 1.7-ზე ნაკლები, ანუ იმ კოეფიციენტზე დაბლა დავედით. 2050 წლის პროგნოზს თუ გავაკეთებთ არსებული მონაცემებით, ეს პესიმისტური მონაცემებია, რატომ? იმიტომ რომ რაღაც იმედი ხომ უნდა გქონდეს რა თქვენ რაც ბრძანეთ რა შეიძლება გაკეთდეს. ანუ არსებული ტენდენციები, რომელიც გვაქვს, ოფიციალური მონაცემები და ორი წყაროა სხვათა შორის იცოდე დემოგრაფიაში, ეს არის საქსტატის მონაცემები და კიდე გაერო აკეთებს საქსტატზე დაყრდნობით და კიდე სხვა თავისი გარკვეული თქვათ შეფასებებით რა. რაიმე სხვა წყარო ესეთი ოფიციალურად რომ ავიღოთ არ არსებობს რა. ამიტომ ამ მონაცემებზე დაყრდნობით რომ გავაკეთოთ პროგნოზი რა იქნება 2050 წელს ხო 2050 წლისათვის მოსახლეობის კლება იქნება და დავა 2.6 მილიონამდე. ანუ შეიძლება ნაკლებიც უფრო, მაგრამ ვიღებთ რაც ესე იგი გათვლები და ალგორითმების საფუძველზე შეიძლება ციფრი გამოვიყვანოთ. ხოლო ნაყოფიერების კოეფიციენტი, რომელიც მატებას გვიჩვენებს, ხო, იმდენად დაეცემა, რომ 1.9-ზე იქნება დასული. ესე იგი აქ როგორ არის ახლა რომ შევხედოთ, იცით, თვითონ პოპულაციას გააჩნია თვითაღდგენის ენერგია. ანუ მას შეუძლია რაღაც ეტაპზე კლება აქვს, მატება აქვს, ეს აი ვარდნა, მატება ეს ყოველთვის რაღაც პარაბოლების სქემით გამოიხატება გრაფიკებზე, ხო? მაგრამ უკვე როცა შენ 1.5-ზე დადიხარ, უკვე შანსს კარგავ რომ აღდგე. უკვე ისეთ რეცესიაში გადადიხარ, რომ შეიძლება აი ომების შედეგად ჩვენი ერი რო არ მოიშალა და ამდენ რაღაცას გაუძელით, ხო? უომრად, მშვიდობიან პერიოდში, გაციფრულების ეპოქაში რო იტყვიან, ჩვენი ერის დავკარგოთ და ახალგაზრდობას კიდე სამშობლო აღარ იქნება. ეს არის იმდენად ეგზისტენციალური პრობლემა, თუ კი შევხედავთ ასევე იმას, რომ სოფლების დაცარიელება, საზღვრისპირა რეგიონების დაცარიელება, მაღალმთიანი რეგიონების დაცარიელება, არანაირი ღონისძიებები, რომელიც ხელს შეიძლება ეფექტურად უწყობდნენ შობადობის გაზრდას, ოჯახის შექმნას, ადგილზე დამაგრებას, სამუშაო ადგილების შექმნას, ადგილობრივი წარმოების გაზრდას, ეს როცა ეს არის მიშვებული და ჩვენ მარტო საუბრობთ რაღაც არაბიზაცია არის თუ არა, ხო? ეს არის მარტო არ საუბრობთ. მარტო საიდან მოიტანით რომ მარტო საუბრობთ? მე არაფერი არ მომიტანია. მოდი ესე გავყოთ. თუ გნებავთ ილაპარაკეთ, პრობლემა მე. არა, ერთი წუთით ნახეთ, მოდი ასე გავყოთ. მარტო მაგას თქვენ მე შემაწყვეტინეთ, თუ გნებავთ ილაპარაკეთ ერთი მოგისმენთ. წუთით ნახეთ, ასე გავყოთ, მოდი საკითხი. ეგრეთ წოდებული, როგორც თქვენ მოდი, აღნიშნეთ, არაბიზაციის საკითხი მოგვიანებით განვიხილოთ. ახლა უშუალოდ ვისაუბროთ დემოგრაფიაზე, რომელიც იყო პირველი თემა, რაზეც თქვენც ისაუბრეთ. ამ ნაწილში ერთ თამას უსტაბელ კითხვას დაგისვამთ, რაზეც თქვენ ისაუბრეთ და შემდეგ ჯაბასთან გადავიდეთ. ის მდგომარეობა და ის რიცხვები, რომელიც თქვენ დაასახელეთ და ის პესიმისტური პროგნოზი, რომელიც თქვენ ახსენეთ 2050 წლისთვის. ეს გასაგებია, თუმცა ვისი ვალდებულება იყო, ან ვისი პრეროგატივა იყო ის, რომ სულ მინიმუმ ამ საკითხზე ეზრუნა და ეს საკითხი, ეს თემა დემოგრაფიის ასეთი მდგომარეობა, თუნდაც შობადობის და სიკვდილიანობის ის მაჩვენებელი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში იდება და თითქმის ბოლო რამდენიმე წელია შობადობას ჯობნის სამწუხაროდ სიკვდილიანობა. აი ამ მიმართულებაზე რომ ემუშავა და ეს ყოფილიყო პრიორიტეტი. ეს იყო თუ არა ხელისუფლების შეიძლება ითქვას ვალდებულება და ამას გარდა როგორ უნდა იმუშაოს, მოდი ამაზეც ვთქვათ ხელისუფლებამ იმისთვის რომ იყოს უფრო მეტად სარგებლიანი ამ მიმართულებით, ანუ რა ღონისძიებები უნდა ჩატარდეს, რადგან თქვენ ამ საკითხს სიღრმისეულად იკვლევთ და ამ მიმართულებით ხართ უფრო აქედან გამომდინარე გეკითხებით დეტალურად მეც.
კი ბატონო, ეს კითხვა საინტერესოა, პროფესიონალური, დასმული და ლეგიტიმური საკითხია, საერთოდ ვისი ვალდებულება იყო. მე ამ თემას დავუბრუნდები, მაგრამ მე მინდა სწორედ შედარებისთვის ორი ხედვა მინდოდა დამენახებინა იმ მაყურებლებისთვის, იმიტომ რომ თქვენ სპეციფიური მაყურებლები გყავთ და მე არ მინდა რომ მაყურებელი აყვეს რაღაცა ხმაურს და არ ჩაწვდეს პრობლემას. ჩემი ამოცანა პრობლემა გამოვაჩინო. პრობლემა იმაში კი არ არის მთავარი პრობლემა თბილისში ვინ რა ენაზე ილაპარაკებს თქვა ქუჩაში საღამოს გამოვლილი. პრობლემა ის არის რომ ჩვენ კლება გვაქვს, შობადობის შემცირება გვაქვს, შრომუნარიანი მოქალაქეების გადინება გვაქვს, გონების გადინება გვაქვს, რეპროდუქციული ქალბატონებით ყველა კი არ მithქვია, ეს არის ყველაზე დიდი მაჩვენებელი ჩვენ აღდგენის უნარს კარგავთ. ყველა პროგნოზს მივყევართ ძალიან მძიმე შედეგებამდე და ტერიტორიების დაცლა, სოფლების დაშლასთან ერთად. ანუ ჩვენ უკვე უსაფრთხოების პრობლემა გვიდგება. თვითონ დემოგრაფია, ეს არის აი დემოგრაფიული უსაფრთხოების თემა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც მოიცავს მთელ კომპონენტს. ერის დაბერებასთან ერთად და ახალგაზრდობის შემცირებასთან მთელ კომპონენტს მოიცავს. ყველა დეტალს მოიცავს. ანუ ჩვენ მდგევართ გაქრობის წინაშე, თუ ზომები არ მივიღეთ და არა რაღაცა, თქვათ, სახელების დარქმევის წინაშე. ამიტომ კარგად მინდა მოქალაქეებმა დაინახონ რა პრობლემის წინაშე ვდგევართ. ამიტომ როცა ვამბობთ, ვის უნდა გაეკეთებინა, მე გულწრფელად გეტყვით. ჩვენი საზოგადოება დემოგრაფიულ პრობლემას არ აღიქვამს როგორც ეგზისტენციალურ პრობლემას, არ აღიქვამს. აი ხა არაბიზაცია ცოტა ყბადაღებული თემა, აი არაბიზაცია ზოგმა რეაგირება. თქვენ ნახეთ, ჩვენ ახლა გავმიჯნეთ ეს თემა. ჯერ ამაზე ვისაუბროთ, მერე იმაზე. თქვენ ახლა ჩემს მაგივრად არა, არაფერი, ხო შეიძლება ახლა მე გისმენდით და დისკუსია თქვენ გამაწყვეტინეთ. არა, გააგრძელებთ. უბრალოდ თუ თემას ყოფთ ერთმანეთთან დაკავშირებით, რომ დემოგრაფია პრობლემაა და ამიტომ არ უნდა ვკონცენტრირდეთ მიგრაციის პრობლემაზე, მაგ მიმართულებით ვსაუბრობთ თუ ცალ-ცალკე ვსაუბრობთ ამ თემებზე, იმიტომ რომ თქვენ ისე წარმოაჩენთ თითქოს დემოგრაფიას პრობლემაზე საუბარს და თემას ხელს უშლის მიგრაციაზე კონცენტრირება. მე ვთქვი ესა? დაახლოებით მასე მიყავთ საუბარი, რომ მიგრაცია არის ყბადაღებული თემა, არარსებული პრობლემა, სინამდვილეში პრობლემა არის ეს, ორივე პრობლემაა. მაგრამ ერთმანეთს რატო უშლის? 2 წუთის წინ თქვი და მე მგონი მაგით გამიკვირდა საუბარი, მასე დაიწყეთ, მაგრამ ეხლა სხვანაირად ლაპარაკობთ, რომ ესე იგი ეს არის პრობლემა და ეს არის ყბადაღებული თემა და თავიდან სხვა რამეს ამბობდით. თქვენ სიტყვა არაბიზაცია გაღიზიანებთ თუ რა? არა, მე არ მithქვი ეგ სიტყვა, მაგას თქვენ ამბობთ. მე ვამბობ, რა თქმა უნდა. და თქვენ ამბობთ მიგრაციას. მე ვამბობ. გინდა მიგრაცია დაარქვით, თუ გინდა არაბიზაცია დაარქვით, ქვეყანაში არის უკვე კონტროლიდან გამოსული ცხოვრების შემოდინება და მაგაზე ცალკე ნაწილში ვისაუბროთ და მე ციფრებით შემირიათ, მაგაზე თერი მასალები და ლიტერატურა გვაქვს მოძიებული. როგორ რაში გამოიხატება საქართველოში უკონტროლო მიგრაცია და რა საფრთხეს წარმოადგენს და ჩვენზე მძიმე მდგომარეობაში რო ჩააგდო, ჩვენზე დიდი და ძლიერი ქვეყნები იმათ რა მდგომარეობა აქვს და თუ ესე გავაგრძელეთ, ჩვენ რო უარესი მოგვივა, მაგაზე შემიძლია ვისაუბრო. უბრალოდ თქვენ ახლა საუბრობთ დემოგრაფიაზე, რომელიც მე ვთქვი, რომ მეც ვთქვი დასაწყისში, რომ ყველაზე მძიმე პრობლემაა და ამიტომ გისმენდით, მაგრამ რამდენჯერმე გაიმეორეთ, რომ ეს არის ყბადაღებული თემა, თითქოს არ არსებული და ეს არის მთავარი პრობლემა. ეს თქვენ რამეთი ასაბუთებთ თუ თქვენი აღქმა არის? თქვენ ხო თქვით, რომ ყბადაღებული თემა არისო? არ არის? არა, ხო თქვით ეს? რა თქმა უნდა. ანუ არ არსებული პრობლემაა. არ არსებობს ეგ ქვეყანაში უკონტროლო მიგრაციის პრობლემა და არ არსებული შორის ერთი და იგივეა. მე ვერ ხვდები ორი. არა, ყბადაღებულში რას გულისხმობთ? მაშინ ეგ გითხეთ რას გულისხმობთ? კი ბატონო. კი ბატონო და თქვენ ბოდიშ ვიხდი, მაგრამ ჩემს რაც არ მithქვია, იმის ინტერპრეტაციას გთხოვთ. არა, აქ ვართ ორივე სტუდიაში ინტერპრეტაცია რა, თუ რამეს არასწორად გავიგეთ თქვენი ნათქვამი, თქვენ განმარტეთ. ხო, რა თქმა უნდა, არასწორად გაიგეთ თქვენ და მე გავმართავ. ამიტომ როცა ვამბობ ჩვენ დემოგრაფიულ საკითხებზე ვზელობთ, მისი შემადგენელი ნაწილი არის ემიგრაცია, იმიგრაციის საკითხი და კომპლექსში მიგრაციის თემა. მისი შემადგენელი ნაწილია. როცა მე ვსაუბრობდი და კიდევ გავიმეორებ, რომ მიაქციოთ ყურადღება, როცა ვამბობთ, რომ არის ძალიან დიდი გადინება, ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ მილიონზე მეტი ადამიანი გავსულია, გარდა ესე იგი მოსახლეობის შემცირების სხვა ფაქტორებისა, რომელიც მე კოეფიციენტები გითხარით, შობადობის და თვითაღდგენის კოეფიციენტი, ასე არის დიდი გადინება. და ასევე არის შემოდინება, რომელიც ეს არის, თქვათ, უცხოელი ადამიანების შემოსვლა საქართველოში. ეს არის მთლიანად სურათის შემადგენელი ნაწილი.
და როცა მე ვაბო შეფასებით ნაწილში მინდა მიაქციო თქვენ ყურადღება ყბადაღებული თემა მიგრაცია კი არ არის ეს თქვენ გაიგეთ ეს მე ყბადაღებული თემა დავარქვი არაბიზაციის თემას და ეს არის ნამდვილად ყბადაღებული იმიტომ რომ ეს არის სუფთა პოლიტიკური манипуляციის შემადგენელი ნაწილი რაღაცა მოგონილი ვისი მხრიდან ჩაბა მოდი დავასრულებინოთ და მე მეკითხება თუ გინდათ ერთბაშად ვკითხეთ და აგიხსნით ამას მოდი დავასრულებინოთ მაყურებლისთვის არ არის პრობლემა მაყურებლისთვის რომ გასაგები იყოს ჯერ დავასრულებინოთ და მე გავაკეთოთ ჩაკითხვა ხედავთ რომ არ ვერევი და ძირითადად ერთმანეთთან დისკუსიის რეჟიმში ხართ ამიტომ ისე ვისაუბროთ რომ გასაგები იყოს მაყურებლისთვის და გამოვიდეთ თქვენ რატო გაღიზიანებთ ეს არაბიზაცია არა გადაღებული რა მეტყობა გაღიზიანებთ არა უბრალოდ სულ ჩამეძიეთ დამაბრალეთ ის რომ მე შეშალა უყურეთ კითხვის დასმა გაღიზიანება ხო არ არის თქვენ გაღიზიანდით რაზე არა არაბიზაცია რო თქვი არის ყაბადაღებულიო თქვენ გადაიტანეთ აქცენტი იმაზე რომ თითქოს მე ვთქვი რომ მიგრაციის პრობლემა არ არის პრობლემა არა და ეს მე არ მithქვამს მაშინ მოდი ავხსენთ მაყურებელს არაბიზაციის ყაბადაღებულობა რაში გამოიხადა რაში მდგომარეობს იმიტომ რომ არაბიზაციის თემა არ დგას ჩვენთან დგას მიგრაციის პრობლემა და დემოგრაფიის უმწვავესი პრობლემა ეს უნდა გავაგებინოთ და არა რაღაცა დავხატოთ რაღაცა სიტყვა მოვიგინოთ და ეს გავხატოთ საზოგადოებაზე გავლენისა თუ манипуლირების საშუალებად ვაქციოთ ეს არ შეიძლება ეს არაპროფესიონალიზმია როგორც პოლიტიკაში აგერ თუ უნდა დემოგრაფიულ მეცნიერებაშიც ეს მინდა დაგანახოთ თორემ კი არ უნდა გაღიზიანდეთ ხო იცით არა აღიზიანდები ყველამ უნდა მე თქვენგან რაღაცას ვისწავლი და გისმენთ და მე რო ავხსენი ეგ საკითხი მე როცა ვაკვირდებოდი თქვენს ქმედებებს ხო ჩემთვის ის კი არ იყო მთავარი რა სახელს დაარქმევდით ჩემთვის მთავარი იყო რამდენად მოახდენდა საზოგადოება ამაზე რეაგირება მოახდინა არ მეთანხმებით? არ გეთანხმებით. თქვენ აქცია ახსენეთ, ანუ რა იგულისხმეთ, რომ ამ აქციაზე არ გამოვიდა ხალხი? არ გეთანხმებით მე. არ გამოვიდა? არ გამოვიდა ის რაც უნდა გამოსულიყო. რამდენი უნდა გამოსულიყო და რამდენი თქვენ თუ იყავით? თქვენ უყურეთ ეხლა დავაკვირდეთ. ჩვენი საკითხი და გადავიდეთ. და მე არ ვკამათობ, კამათისთვის. არც მე არ ვკამათობ. მინდა გითხრათ, მე საერთოდ ჩემი მიდგომა კამათი გამორიცხულია რომ მე არ ვკამათობ. ერთი საკითხი დავასრულოთ და შემდეგ გადავიდეთ მეორეზე. ანუ ჩვენ რეალურად ვსაუბრობთ იმაზე ვისი პასუხისმგებლობაა რომ ეს საკითხი მოგვარდა. მაშინ ესე გავაკეთოთ. შემდეგ გადავიდეთ უკვე ამ არაბიზაციის თქვენთვის ბჭყალებში და თქვენთვის არაბჭყალებში არაბიზაციის თემაზე და უფრო გასაგები იქნება თანმიმდევრობით რომ მიყვეთ მაყურებლისთვისაც. და კიდე ერთი მაყურებლის ინტერესებიდანვე გამოვალ, მე არ ვთვლი რომ ამ არხის მაყურებელი არის სპეციფიური. ბატონო ეს თქვენი შეფასება და ჩემი შეფასება სხვანაირია. მაყურებლის ინტერესებიდან დავიცვა. შეფასება სხვანაირია და მე ავხსნი. ადამიანები არ არიან სპეციფიური. ავხსნი რაში მდგომარეობს სპეციფიურობა. ესეც მინდა ავხსნა. სხვათა შორის ჩემი მოსulis მიზანი აქ მათ შორის არის რომ თქვენი მეშვეობა მომწონს თქვენი მოძრაობა პირდაპირ გეტყვით იგივე კონსერვატორული თემები რომელიც თქვენ ჯგუფს აქვს წამოწეული ეს ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ მე პირდაპირ გეტყვით არ მინდა ამ იდეამ განიცადოს მარგინალიზაცია ეს აი ჩემთვის ძალიან მტკივნეული პირდაპირ გეტყვით ამიტომ საწყენაზე კი არა ჩვენ შეგვიძლია ეს თემები გავარჩიოთ საფუძვლიანად რომ ახალგაზრდა გუნდმა რომელიც მე პერსპექტიულად მიმაჩნია მათ უფრო მიაღწიონ მეც ეხლა ცოტა დასკვნით რაღაცას ვიძახი და ადამიანებმა და საზოგადოებამ წარმოიდგინოს ის რომ აი ამ გუნდმა შეიძლება ქვეყანა მართოს ეს განცდა უნდა დაუნერგოთ თქვენ ეს უნდა იყოს პოლიტიკური ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და არა რაღაცა თქვათ არ მინდა ეხლა ბატონი ჯაბა გაღიზიანდეს არაბიზაციის თემაზე რეაქციები კონდეს მაგრამ ამას დაუბრუნდეთ ეხლა რაც შეეხება თქვენ დასმულ საკითხს ძალიან მნიშვნელოვანი თემა. მე მინდა გითხრათ, რომ ამ თემაზე ჩვენ კარგახანია მუშაობ და უდგებით ძალიან აი პროფესიონალურად მინდა გითხრათ რა. იმიტომ რომ უმძიმესი საკითხია, როცა ჩვენ თქვით, რომ დემოგრაფიული საკითხი ვისი ბრალია, პირველს გეტყვით, ჩვენ საზოგადოებას არ აქვს კარგად გაცნობიერებული რამძიმე პრობლემის წინაშე ვდგევართ. ამას ციფრები ხო გვეუბნება ამას ვამბობთ, ხო? იგი 2050 წლისათვის თვით აღდგენას დავკარგავთ თუ ესე იგი შენარჩუნ და მოსახლეობა 2,5 მილიონი შეიძლება იყოს და ამას მივაბათ მე რაზღებული მარტო მოსახლეობა ხო არ არის. აი ხა უყურეთ დაცარიელებული ტერიტორია საზღვრისპირა მაღალი თქვათ იგივე მაღალმთიანი სოფლები ხო საზღვრისპირა ყველაზე მტკივნეულად მიმაჩნია. ბუნების კანონია მაღალი კონცენტრაცია გადადის დაბალ კონცენტრაციაში. სამხრეთით გადავხედოთ, როგორი კონცენტრაცია არის.
და კონცენტრაცია განისაზღვრება 1 კვადრატულ კილომეტრზე რამდენი ადამიანი ცხოვრობს. და შევხედოთ იგივე თურქეთში როგორ არის ეს. გადავიდეთ იქით და ჩვენ რა გვაქვს. цариელი სოფლები, გაცარიელებული ტერიტორიები, არ უნდა ამას არც ომი, არც დაპირისპირება, ბუნებრივი პროცესით მოხდება ამ ტერიტორიების დაკარგვა ჩვენ თუ ესე იგი ამას ყურადღება არ მივაქციეთ. მაღალმთიან სოფლებში დაცარი ჩრდილოეთ ტერიტორიები ავიღოთ. ფაქტიურად აღარ ხო ხევსურეთში ხალხი აღარ არის. თუშეთში ანალოგია რამდენიმე ტურისტი თუ ავა და ტურისტულ ადგილებში და აბა გადავიდით უკვე საზღვართან ახლოს. კატასტროფული სიტუაცია და გადავხედოთ როგორი მოსაზრებები არის ჩრდილოეთ კავკასიის რუსეთის შემადგენელ ნაწილებში. მე კრიტიკით არ ვიძახი. შეიძლება ჩვენ რო ვიყოთ იმათ ადგილად ჩვენს ასე უყურებთ цариელი თუ უნდა შეხვიდე. ასე შევხედოთ ჩვენ კი ნუ ბრაზდებით უიმე ვიღაცა ჩვენ რას ვაკეთებ და რამდენად ვართ მზად რომ ეს პრობლემები მოვაგვაროთ. მე ვიწყებ რატო საზოგადოებას წარმოდგენილი არ აქვს რამდენად დიდ კატასტროფის წინაშე ვდგევართ ჩვენ. უყურეთ ახლა ერთი წუთით რა უყურეთ. გასრულოს და ზუსტად ახლა უყურეთ ეს ერთი. როცა საზოგადოებაში ეს თემა მტკივნეულად არ დგას და ჩვენ გვინდა ვთქვათ რომ ხელისუფლება გამოდი. ხელისუფლება ამ საზოგადოების ნაწილია და მისთვისაც არ არის ქცეული დემოგრაფიული კატასტროფის ესე იგი პრობლემები ერთ-ერთ სტრატეგიულ საკითხად. ანუ ჩვენ როცა ვსაუბრობთ ხო საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოებაზე და ეროვნულ მდგრადობაზე. დემოგრაფია უსაფრთხოების თემის მომცველი საკითხია. შრომის მარტო შრომ თავდაცვის უნარიანობას ვკარგავთ. ჯარისკაცი აღარ გვეყოლება, რეზერვი აღარ გვეყოლება, პირველადი პროდუქციის წარმოების, სოფლა წარმოების საფუძვლები მოიშლება. აღარ ვლაპარაკობ სხვა მიმართულებებზე. ეხლა უამრავი ციფრის მოყვანა შემიძლია მე უამრავი ციფრის. მაგრამ უყურეთ დავაკვირდით, ეხლა გადავდივარ მეორე თემაზე. ერთი საზოგადოებაში მოთხოვნილება არ დგას. არ იქცა ეს პრობლემა და ფაქტიურად ჩვენ მომავალ თაობას სამშობლო შეიძლება აღარ გქონდეს. და ეს არ არის, ეს არის მთავარი თემა და არა ვთქვათ ინდუსი ვოლტით გაივლის თუ გამოივლის. ეს მისი შემადგენელი ნაწილია და რეგულაციები ჭირდება რა. მაგრამ მეორე თემა შეგვიძლია რას აკეთებს ხელისუფლება, ხო? არც ერთ ხელისუფლებას ფაქტიურად არც ერთი ნაბიჯი, აი ჯერ საბჭოთა პერიოდში ნაბიჯები იდგმებოდა. აი პირდაპირ გეტყვით. მაშინ მოხდა პირველადი ჩამოსახლებები და მეერე ბოლოს უკვე დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში არ მინდა მე იმიტომ კი არ ვიძახი რომ მე ვიყავი ამის მონაწილე და ინიციატორი, ხო? საბჭოთა პერიოდის შემდეგ არანაირი განსახლება, იგივე ეთნიკური ბალანსის შემოტანა, გათავისუფლებული ტერიტორიების დაკავება და აღდგენა არავის არ გაუკეთებია. ჩვენ მოვახერხეთ ეს წალკის რაიონში. აი ისმენენ წალკელები, ვინც არის და დავიდან ნახავ. გაცარიელებული, ერთი ოჯახით ფაქტიურად არ ცხოვრობდა წალკის რაიონში ქართველი. რაიონულ ცენტრში იყო რამდენიმე ქართული ოჯახი და დამთავრდა. სულ იყო სომხური და ბერძნული მოსახლეობა. მასიურად წავიდნენ ბერძნები და ჩვენ მოვახერხეთ რომ იქ დაზარალებული აჭარიდან და სვანეთიდან მოსახლეობა ჩაგვესახლებია. ურთულეს პერიოდში 1997 წლიდან ქართული სკოლები გაიხსნა და იქ ხიდები აშენდა და დაალაგდა და ეკლესიები გაიხსნა და ნათლობა მოვაწყეთ და რა ვიცი 1000 რაღაცა. რატო ვამბობ ამას იცით? გაჭირვების დროსაც როცა ჩვენ გავხადეთ ეს მთავარ ამოცანად, ხელისუფლება ვიყავით ხო მაშინ? შევძელით ეს. დღეს უამრავი შესაძლებლობა რომ ამ საკითხს ხელისუფლება სერიოზულად მოიგებს. დიდი ბოდიში, აი თქვენ როცა ეს შეძელით მაგალითად წალკის რაიონში, ეს ჩემი კითხვა არის ხა დებატებთან კავშირში არა, რადგან აღნიშნეთ აქედან გამომდინარე, აი მაშინ იყო დაკვეთა ხალხის, როცა თქვენ ეს გააკეთეთ. არანაირი დაკვეთა. ესე იგი შეძლებია ხელისუფლება. აი უყურეთ გეტყვით რა, არანაირი და ეს ჩვენი მოთხოვნილება იყო. აი ხა უყურეთ როგორ აი თბილისში მაცხოვრებელი, წალკაში რა ხდებოდა ამას ვერ გძნობდა. ვერ იგრძნობდა ვერანაირად. იქ რო ქართული ოჯახი ესაც ცხოვრობდა და შემდგომ შეიძლებოდა იგივე ჯავახეთიდან ეს ტერიტორიები დაკავებული ყოფილიყო, ხო? ამასაც ვერ იგრძნობდა და დღეს ვიტყოდით, აი თქვათ, ნუ აღარ არ არიან რა, როგორც ახლა თქვათ, იგვერდით რაიონებში, წალკაშიც ქართველები არ ცხოვრობენ. მე ამას იმიტომ კი არ ვამბობ, ვიღაცა ჩვენი მოქალაქეების, სხვა ეროვნების ადამიანების როლი შევამცირო, მაგრამ როცა ჩვენ ქონდა რესურსი დავინახეთ და სტიქით დაზარალებული მოსახლეობა იქ მეწყერები ჩამოწვა, ზვავი ჩამოწვა, რესურსი გაჩნდა და იყო ადგილი, სადაც ეს შეგვიძლია გაგვეკეთებინა, ხო და ეს გავაკეთეთ.
ბევრმა არ იცის. ესე იგი თქვენ მაშინ გამოდექით ხელისუფლება, რომელსაც არ ქონდა ხალხისგან დაკვეთა, მაგრამ ქონდა თავისი პოლიტიკური ნება. მე გეთანხმებით თათია, იმიტომ რომ ადამიანები უნდა იყოს მისაბაძი დღევანდელი. აი უყურეთ, იცით რა არის? ზოგმა შეიძლება საზღვარგარეთ ისწავლოს, დიდი განათლება მიიღოს და თქვას რომ მე განათლებული ვარ ცოდნე, მაგრამ ის მთელ სურათს ვერ ხედავდეს. ის შეიძლება მიმდინარე რუტინულ სურათებს ხედავდეს, მაგრამ ის რომ შენ გათვალო 2050 წელს რა სურათი შეიძლება დაგიდგეს და შენ შვილებს კარგ ნასწავლ ადამიანს შეიძლება ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობაზე ყოფს სამშობლოს რო არ უტოვებ, ეს არის ყველაზე უმწვავესი პრობლემა. ანუ დემოგრაფიული უსაფრთხოებაა პრობლემა ჩვენთვის. ეს უნდა ვაქციოთ მთავარ თემა. კი ბატონო, იგივე დრო ჩვენ მაგაზე ვლაპარაკობთ, რა ვიცი, ვინც უყურებს ალტინფოს და ვინც არ უყურებს უყუროს და მიხვდება რომ მაგ თემაზე კონცენტრირდებით, ზოგადად რაც ეს მედია პლატფორმა არსებობს, რომ საქართველოში არის დემოგრაფია, მე მაგით დავიწყე ლაპარაკი, რომ ტერიტორიულ მთლიანობაზე უფრო მნიშვნელოვანიც კი არის დემოგრაფია, იმიტომ რომ ნუ ადამიანი თუ აღარ იქნება, ქართველები თუ აღარ იქნებიან, საქართველოს აღარ იქნება. საქართველო არის ქართველები. მაგითო ქვია საქართველო, შესაბამისად, ეგ არის ნომერ პირველი პრობლემა, ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ მიმართულებით გვაქვს კატასტროფა სრული და ეს ჩანს ციფრებში, ეს ხა ჩვენ ამაში ვთანხმდებით 100%-ით, რომ დემოგრაფიულად გვაქვს უმძიმესი მდგომარეობა, ვთანხმდებით, რომ ეს არის ნომერ პირველი პრობლემა და თავარი და მნიშვნელოვანი ის გაკეთება შეიძლება, რას აკეთებს ეს ხელისუფლება, რას არ აკეთებს და თუ არ აკეთებს, მაშინ მე გეთანხმებით, რომ მოსახლეობის მხრიდან ამ თემაზე არ არის მიწოლა, მაგასაც თავის მიზეზები აქვს. სხვათა შორის საერთოდ ჩვენ რო ეროვნული ხელისუფლება გვყავდეს, წესით ესეთ რაღაცებს მიწოლა არ უნდა ჭირდებოდეს, ხელისუფლებას სტრატეგია უნდა კონდეს და ყველაფერზე კი ხელისუფლებას ჭირდება სამოქალაქო საზოგადოებისგან კონტროლი, მაგრამ არის საკითხები და პრობლემები, რომელსაც მიწოლა არ უნდა ჭირდებოდეს თუ ის ეროვნული ხელისუფლება. ეხა ელემენტარული არითმეტიკა საქართველოში ბოლოს, აი დამოუკიდებლობიდან დღემდე იყო პერიოდები, როცა თქვათ წრები როცა მოიმატა, მაგრამ მე ისე დაიკლო და ჯამში ამ მომატება კრების ან თამაშმა დემოგრაფიის სიკვდილიანობა შობადობის თანაფარდობის ჯამში მეგვიყვანა ამ 33 წელიწადში ძალიან მძიმე ციფრებთან კრების მიმართულებით. მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში ეს რეკორდული ძალა არის ძალაუფლების ხანგრძლივობით, ამდენი ხანი დამოუკიდებელ საქართველოში არავის არ უმართავს ქვეყანა და ბოლოს ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში ბოლოს საქართველოში სიკვდილიანობა შობადობის დადებითი ბალანსი, იცი როდის დაფიქსირდა? 2019 წელს, ანუ 7 წლის წინ იყო, ციფრები არ მახსოვს, მაგრამ 2019-ში იყო ბოლოს ცოტათი მეტი დაიბადა, ვიდრე გარდაიცვალა, რაღაც 1500 თუ 1600 კაცი 2019-ში. იმის მერე, აი ეს სტატისტიკის მონაცემებია და ყველა შეუძლია ნახოს. 2019-ის მერე 2020-ში გვაქვს რაღაცა 2-3 თუ 4000-ით კრება, ანუ მეტი გარდაიცვალა ვიდრე დაიბადა. 21-ში ხდება კატასტროფა, ნუ კოვიდის პერიოდია ეხა და ბუნებრივია მაშინ და 13 თუ 14000-ით მეტი გარდაიცვალა 2021-ში ვიდრე დაიბადა. 22-შიც გაგრძელდა, 23-ში ცოტა ასე ვთქვათ ეს დისბალანსი ნაკლებია, მაგრამ მთლიანობაში 2019-დან, ანუ 20, 21, 22, 23, 4 წელიწადში სიკვდილიანობა შობადობის აი ამ ნეგატიური დისბალანსით რამდენიც შემცირდით, იცი? დაახლოებით 27000 კრება გვაქვს 27000-იანი. ანუ მე მგონი რამდენი არც სენაკი და არც თელავი არ არის 27000 მოსახლეობით. ანუ ერთი თელავი და კიდე პლუს დაახლოებით 5000 ადამიანი საქართველოში გაქრა. ეს მარტო სიკვდილიანობა შობადობის ამ უარყოფითი ბალანსით, რომ ანუ მეტი გარდაიცვალა ვიდრე დაიბადა. აი ესეთი მოცემულობა გვაქვს და ჩვენ ყავს ამ დროს ხელისუფლება, რომელიც აი ქართულ ოცნებას რო კითხო, რა არის შენი მიღწევები, ესე იგი 12 წელი გვაყვედრა, რომ ძვლებში არ ამტვრევდნენ ადამიანებს, არაუპატიურებდნენ და არაწამებდნენ, ნაცები მოგვაშორა, თუმცა არ მოგვაშორა, რა მოგვაშორა, დღემდე ნაცებით გვაშინებს და ეხა გვაყვედრის მშვიდობას. ქვეყანა რო ომში არ არის და სანქციებს რო არ შეუერთდა, მაგას გვაყვედრის. ეგ თერი ამათი მიღწევა ეგ არის. ეგ ციფრები, რომელიც შეუძლებელია არ შეამჩნიო, ეხა თუ დაცარიერებულ სოფელს ხედავ ადამიანი და სხვათა შორის ეს დაცარიერება ბატონმა რევანმა კარგად იცის, საქართველოში დაიწყო
მაღალმთიანი რეგიონებიდან, მთა ეხა ყველაზე მოწყვლადია. მე ბარსად შეეხო და მე ეხა ბენდუკიძემ საერთოდ გამოაცხადა, რომ სოფელი არარენტაბელურიაო და ქართულმა ოცნებამაც იგივე გააგზავნა. ანუ მიწის დამუშავება, სხვათა შორის, აი ესეთი პრობლემა რო გაქვს ქვეყანაში, რომ სოფელი იწლება ხალხი სოფლიდან გარბის, მე ამას წინა დასავლეთში ვიყავი და სხვათა შორის საკმაოდ მრავალრიცხოვან სოფელში თავის დროს კომუნისტების პერიოდში, სადაც ჩაის ფაბრიკები მუშაობდა, ციტრუსის მეურნეობა იყო და რავი, სიცოცხლე დუღდა და ამის ყოველ მესამე სახლი არის ცარიელი და სადაც ადამიანი ცხოვრობს, ისიც რო ვკითხე, ახლა წასვლას აპირებს. ძირითადად არიან დარჩენილები მოხუცები, ანუ შრომის უნარიანი ახალგაზრდობა, ყველაზე პროდუქტიული, ვისაც მუშაობა შეუძლია არის წასულიან ქალაქში. ძირითადად თბილისი ახლა ვიცით გადატვირთულია, ბათუმი, ქუთაისი, ან საერთოდ ქვეყნიდან მიდის, მიგრაცია არის, ან ქვეყანას ტოვებს. ესეთი მდგომარეობა გვაქვს და იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდეს, რომ მიწის დამუშავებას აზრი მიეცეს და სოფელი აღარ იცრებოდეს, აი ხელისუფლებამ ეხლა მაგალითად ფერმერებს სარწყავი წყლის ტარიფი გაუძვირა. მანამდე აი მესაქონლეობა ხომ ძიმე დღეშია საქართველოში, აქ სტუმრად ყავდა მე, თუში მეცხვარეები, რომ საძოვრების გადასახადი გაუძვირეს და ეს ხალხი ამბობს, რომ რაც იყო, იმას ვერ ვიხდით, იმიტომ რომ არანაირ მოგებას არ ტოვებდა და ეხლა ამას მით უმეტეს ვერ გადავიხდით და რამდენიმე ადამიანმა უკვე გადაწყვიტა, რომ გაყიდოს ეს, რა ქვია, საქონელი და დატოვოს საერთოდ ქვეყანა ან წავიდეს ქალაქში და რამე მშენებლობაზე იმუშაოს, ან რამე სხვა ნახოს, საარსებო, ხო? აი ეს მდგომარეობაშია. ხელისუფლება ყურს არ იბერტყავს, მე გეთანხმებით, რომ ამ ხელისუფლებას სჭირდება მიწოლა, მე ხა უკეთესია რომ ყავდეს ეროვნული ხელისუფლება, მაგრამ შორს ვარ იმაზრისგან, რომ ამის მიღწევა უახლოეს ხანებში შესაძლებელია და რა მაგას რო დაველოდოთ საერთოდ ამ უწყლებით და აღარ დავრჩებით ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ სჭირდება სერიოზული მიწოლა. ხელისუფლებას სჭირდება წნეხი, დემოგრაფია იმდენად მნიშვნელოვანი პრობლემაა, ანუ საერთოდ რამდენად მნიშვნელოვანია დემოგრაფია, ხო? ჩინეთი, რომელიც წლების მანძილზე იყო მოსახლეობის რიცხოვნობით სოფლიოში პირველი ქვეყანა, ნუ ხა რამდენიმე წელია ინდოეთმა გადაასწრო. ჩინეთში ბოლო 3 თუ 4 წელია სიკვდილიანობა აჭარბებს შობადობას. ანუ კრება წამოვიდა. ჩინეთის ხელისუფლებამ სტრატეგიული ასე ვთქვათ, ამოცანების ნუსხაში შეიყვანა ეს საკითხი. წარმოგიდგენია, 1.2 მილიარდზე მეტია მოსახლეობა და რაღაც 3 თუ 4 წელი არის დისბალანსი და იქ უკვე შეშფოთებას გამოხატავენ. იგივე არის იაპონიაში, სადაც 100 მილიონზე მეტია მოსახლეობა. ანუ არ არსებობს ქვეყანა, სადაც ეს პრობლემა დგას და ხელისუფლება რამეს არ აკეთებს. ევროპის ქვეყნები ავიღოთ, აი რუსეთია ყველაზე საძულველი ქვეყანა საქართველოში მოსახლეობის რაღაცა ნაწილისთვის, რო კითხო, ესე იგი რუსეთში ის არის 17 საუკუნეა ჯერ თანამედროვეობა არ არსებობს, ხო? რუსეთშიც კი, სადაც წლებია ხა იქ დამოუკიდებლობის მერე, ამ საბჭოთა კავშირის დაშლის მერე იქაც შეიქმნა დემოგრაფიული პრობლემა. რუსეთშიც კი რაღაცა პროგრამები მოქმედებს, იგივე მშობლის კაპიტალი, რასაც ქვია ბავშვი რო იბადება, რაღაცა თანხა ერიცხება, ეხა იქ კონკრეტულად როგორ არის მე არა ვარ ჩახედული, მაგრამ მე როგორც ვიცი მშობელს არ შეუძლია ის დახარჯოს, შეუძლია დახარჯოს შვილის განათლებაზე ან საცხოვრებელი პარტის გაფართოებაზე. აი უნგრეთს აქვს მაგალითად კარგი პროგრამები, რომ ახალშექმნილ ოჯახებს დაბალ პროცენტიან სესხებს თავაზობენ, თუ უძრავი ქონების შეძენას აპირებს, რაღაც სუბსიდიები ან მთელი რიგი პროგრამებია. ეხლა აპრიორი ეგ არ ნიშნავს, რომ მაშინათვე არ გამოსწორდება, კულტურული ფაქტორებიც არის. ამას აქ ბევრი სხვა მიმართულება არის, რომელიც ყველა ქვეყანაში სპეციფიურია. ხა შეიძლება ჩინეთში რაღაც პროგრამა იმუშავა და გამოასწორა და უნგრეთში, მაგრამ საქართველოს თავის სპეციფიკა აქვს. სამუშაოა, მთელი პრობლემა იმაშია, რომ ხელისუფლება, რომელმაც ძალაუფლების ხანგრძლივობით რეკორდი მოხსნა, ანუ მე-15 წელია ქვეყანას მართავენ და საერთოდ ამ მიმართულებით ყური არ შეუბერტყავთ, თითქოს არაფერი არ ხდება საერთოდ. თითქოს ყველაფერი კარგად არის და მე მიგრაციაზეც ვისაუბროთ, ჩვენ არ ვიცი ხარ რამდენი მოგვიყვება. მედია მოვასწრებთ მიგრაციაზე, რომ ვისაუბროთ. უბრალოდ თქვენ თუ გსურთ ბატონო ლევან რამის დამატება ჯაბას ნასაუბრალზე იმ შემთხვევაში მოგცემთ დროს თუ არა და შემდეგ კითხვას დავსვა. არა, მე ვეთანხმები, რასაც ბატონი ჯაბა ბრძანებს. მე რაც დავიჭირე ისი ნათქვამიდან, ერთი არის, რომ საჭიროა ხელისუფლებამ გაამახვილოს მეტი ყურადღება, ეს ერთი და გამოვიყენოთ ის პრაქტიკა, რომელიც სხვა ქვეყნებში არის. აქ მე ერთ დეტალს მინდა ხაზი გაუსვა, რაზედაც ბევრი არ ამახვილებს ყურადღებას საერთოდ.
ჩვენ უნდა შევხედოთ რა რესურსი გვაქვს ჩვენ საერთოდ გარდა იმისა, რომ უნდა არსებობდეს პროგრამები მხარდაჭერისა, ადგილზე დამაგრების შობადობის გაზრდის, ასევე დაბრუნების და ასე შემდეგ სოფელში ხალხის განსაკუთრებით შენარჩუნების, მისცის რაციონალური გამოყენების და ასე შემდეგ, ბევრი პროფილი კომპლექსია ეს. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რა რესურსი გვაქვს ჩვენ და განსაკუთრებით ხაზს უსვებ ქართული ეთნოსის რესურსი, ჩვენი ეთნიკური რესურსი, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ დაცარიელებული სოფლებისა თუ რეგიონების და განსაკუთრებით საზღვრისპირა რეგიონების აღსადგენად. ესე დავარქმევდი მე. ჩვენ შიდა რესურსი ძალიან მწირე გვაქვს. ჩვენ ახლა ამის შესწავლით ვართ დაკავებული, უყურებთ რა შიდა რესურსი გვაქვს. შიდა რესურსი როგორ ახლა თბილისზე აქცენტს რო აკეთებთ, თბილისის ის პრობლემა, რაცაც ჩვენ შეიძლება დაუბრუნდეთ, იქ გამოიხატება იმის, რომ თბილისი გახდა თავკომბალა. ყველაფერი აქ არის თავმოყრილი და აი პერიფერიები ფაქტობრივად უყურადღებოა ამ თვალსაზრისით. და არანაირი პროტექციონისტური პოლიტიკა სახელმწიფოს მხრიდან არ ტარდება. ეს ერთ-ერთი სერიოზული მიზეზია, გნებავთ იქ შეღავათების არ არსებობა, პირიქით საგადასახადო დატვირთვის გაზრდა, გინდა წყალზე, გნებავთ იგივე მიწების გამოყენებაზე და ასე შემდეგ. ანუ რესურსი არის მთავარი. იგივე ჩინეთიც რო ავიღოთ, ჩინეთს ის რესურსი რაში მდგომარეობდა, იქ მაღალი რესურსია აღდგენის. ის ზღუდავდა. იმიტომ იყო ერთი ბავშვი შეიძლებოდა მარტო. მე როგორც კი შეხედეს, რომ უკვე მუშა ძალა კლებულობს ბაზარზე, ესე გავლენას იქონიებს, ანუ იქაც დაბერება დაიწყო, საპენსიო საბიუჯეტო დატვირთვა, სოციალური დახმარების დატვირთვა, უმწვავესია ჩვენთან ჩინელებმა ეს დაინახეს. ანუ განახლების რესურსი უკვე რო შეუმცირდათ, ხო, მათ დაუშვეს, რომ უკვე აღარ არის შეზღუდვა მოხსნეს ბავშვების გაჩენასთან დაკავშირებით. მათ აქვთ ამის უნარი, ხო? ჩვენ გავს სიტუაციაში, ჩვენ ძამძიმე სიტუაციაში ვართ. ჩვენ თუ არ მოვძებნეთ ისეთი რესურსი, რომელიც შეიძლება ჩვენ შემოვიყვანოთ აქ და სპეციალური პროგრამით დავასახლოთ, ამ პრობლემას ჩვენ ვერ გადავწყვიტავთ. ძალიან დაბალი გვაქვს თვითაღდგენის კოეფიციენტი, ძალიან დაბალი, კატასტროფულად დაბალი 1.7-ზე ნაკლებია. კატასტროფულად დაბალია რა. აი ხა ვინც არიან დემოგრაფები და სპეციალისტები კარგად ისმით ეს რა არის. ანუ თვითაღდგენის უნარი არ აქვს. ანუ ჩვენ გვჭირდება რესურსი. აი რა შეიძლება გამოვიყენოთ რესურსს. ეს უნდა იყოს სამსჯელო თემა. ძალიან მნიშვნელოვანი. კითხვას დავსვა, რომელიც ზუსტად ამ ნაწილს ხმიანება შეიძლება ასე ვთქვათ. აი თქვენ რომ იყოთ მაგალითად პრემიერი კობახიძის მრჩეველი ამ მიმართულებით. რას ურჩევდით? როგორ დაიწყებდით ამ საკითხზე მუშაობას? კი ბატონო, მაგასაც გავაგრძელებთ. მე საერთოდ ერთ მინუს, ყველაზე დიდ მინუს ხედავ, რასაც არის საერთოდ კონსულტაციებს ხელისუფლება არის მოწყვეტილი, პროფესიონალებთან საუბარი მათ არ ჭირდებათ და იქიდან გამომდინარე, რომ სრული ფაქტობრივად 90%-ზე მეტი ელექტორალური კონტროლი აქვთ ხელში აღებული და მათ შექმნეს თქვენ ბრძანეთ ხანგრძლივი საკმაოდ მყარი და მობილური ხელისუფლება ქართული ოცნებისა, რომელიც ყველაზე დიდხანს გაჩერდა და მათ აი ეს შესაძლებლობები ძალიან მაღალ დონეზე აქვს თაყვანილი. ფაქტობრივად არჩევნების შედეგებს იმდენად აკონტროლებენ, რომ სხვა რაიმე ფორმის ცვლილება ამ ეტაპზე გამორიცხულია. ყველა შემთხვევაში ესეც შესწავლილი გვაქვს, სისტემა როგორ მუშაობს, როგორ აკონტროლებს. მე სპეციალურად ვიყავი ჩართული საარჩევნო პროცესში, რომ მე თვითონ მენახა, ანალიზი გამეკეთებინა და არა ვიღაცისთვის მესმინა. ამას რატო ვამბობ? ეს ხელის შემცველი ფაქტორია, როცა ვთქვათ, რაც არის ქვეყნის მომავლისთვის ყველაზე აუცილებელი, იმას რო ყურადღებას არ აქცევ. ეს ფაქტია. აკრიტიკი არა ამას მნიშვნელობა არა ვინმეს მოსწონს და ფაქტი არის ეს. ამიტომ თუ კი აქ ლაპარაკია რა რჩევა შეიძლება იქნეს მიცემული ხელისუფლებაზე იგივე პრემიერის მიმართ, ხო? ეს იმაზე კი არ უნდა იყოს საუბარი, რომ იცი რა ჩვენ აი მიგრაციული პრობლემები გვაქვს. და მოდი ახლა ქუჩებში გავაჩეროთ ის ვიღაცა ვოლტის გადამზიდა, მე უყურებდი სხვათა შორის დაწყებულია ეს პროცესი. აჩერებენ და უმოწმებენ საბუთებს და ასე შემდეგ. იმას შემოწმება კი არა, ეს თითქოს წატარა ვოლტთან უნდა გაარკვევი ეს საკითხი და უნდა იწოდეს რომ და ეს ვიღაც მიმწოდებს ყველა ნებისმიერ კომპანიას თუ კი დარღვევით შემოყავს და შემოდის ადამიანი და ის არღვევს უნდა დაჯამერინდეს ძალიან მძიმედ. ამას უნდა მიექცეს ყურადღება და არა რაღაცა ეს ზდიონ ვიღაც საწყალ ბავშვებს და ახალგაზრდებს ზდიონ ქუჩაში. ისე მაგალითისთვის მოვა, უბრალოდ სისტემური მიდგომა სჭირდება. თავარი რა რჩევაზეა იცით ლაპარაკი? თვითონ ეს პრობლემა უნდა აი ესე დაერქვა საქართველოს დემოგრაფიის უსაფრთხოების პრობლემა. დემოგრაფიული უსაფრთხოება მოიცავს
სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის იმას დაცვას მათ შორის. ეს უნდა გახდეს მთავარ პრობლემად. მე ახლა მუშაობ იმაზე, რომ ვადგენთ სპეციალური ამ სტრატეგიას. ფაქტურად დასრულებული გვაქვს ეს სამუშაო. ჩვენ ახლა ვაწარმოებთ ამაზე კონსულტაციებს საზოგადოებასთან, აი პროფესორი ანზორ თოთაძე ფუძემდებელი არის ფაქტურად დემოგრაფიული სკოლის. და კაცი რომ სააკაშვილმა რომ მოისროლა, დღესაც არავინ არაფერს ეკითხება. და ყველაფერი იცის. ესე იგი იურისტი არის, ყინულის დნობის სპეციალისტიც და დემოგრაფიც არის და რა ვიცი, ყველაფერი ერთად არიან რა. ამიტომ თუ არ დავეკითხეთ სპეციალისტ, შეიძლება შეისწავლო დღეს ახლა უნარიანი თუ ხარ, ყველაფერი შეიძლება შეისწავლო, მაგრამ პრაქტიკა ხო არის? ეხლა წალკის მაგალითი გითხარით. უზარმაზარი პრაქტიკული გამოცდილება გვაქვს და არიან მეცნიერები, რომლებსაც აი სიღრმისეულად ესმით ეს პრობლემა. ამიტომ თავარი რჩევა რა არის, იცით? ხელისუფლებამ ეს საკითხი უნდა გახადოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თემად. აი ეს არის მისაღწევი, აუცილებლად. და არა მისი სეგმენტები. აი რა სეგმენტებზე მე შენიშვნები მქონდა, ეს სეგმენტებია. ეს არ არის პრობლემის მთავარი ამოცანა. ეს არის შემადგენელი სეგმენტი და საკმაოდ მცირე სხვათა შორის. მე შეიძლება ეს პრობლემად გაგვიხდეს იგივე მიგრაციის უკონტროლო შემოსვლის, ხო? ამიტომ მთავარი რჩევა რა არის, რომ დემოგრაფია უნდა გავხადოთ ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ ამოცანად. შენ რომ მესმის ერჩევები? იგივე კითხვა გვაქვს შენთანს კი რო იყო პრემიერის მრჩეველი ასე. სიმართლე გითხრა ეხლა დიდად უკვე მიგრაციის თემაზე, იმიტომ რომ დიდად არ მგონია რომ ეგენი ჩვენ მოგვისმენენ. შეიძლება გვისმინონ, მაგრამ მოგვისმინონ და ზოგადად არავის ეგენ ერჩევებს არ ეკითხებიან, მაგრამ თავიანთი გროსმეისტერი ხავთ, მაგრამ ზოგადად ჩვენი ეთნოფსიქიკა გაგვაჩნია, ჩვენი სპეციფიკა ქართულ ერს გაგვაჩნია და ყველა ერს აქვს რაღაცა თავისი ალგორითმი, რაც ანუ რაღაცა რაც აძლიერებს, რაღაცა რაც ასუსტებს. ზოგადად მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ დემოგრაფია არ არის დამოკიდებული მარტო ეკონომიკაზე, იმიტომ რომ არიან ხა ეკონომიკურად წელში გამართული ქვეყნები, სადაც დემოგრაფიულად არ არის მაინდა-მაინც კარგი მდგომარეობა, მაგრამ გერმანიის ფედერაცია და არიან ეკონომიკურად კრიტიკას რო ვერ უძრებს საერთოდ პულსი რო არ ესინჯება ეგეთი ქვეყნების, მაგრამ აფრიკის ქვეყნების, სადაც პირიქით იმდენად ბრალდებიან, რომ პირიქით მაგის შემცირების საკითხი უფრო შეიძლება იქ დაყენებული იქნას. ანუ პირდაპირ ეგ მაგასთან კავშირში რომ მოდი ხელფასები გავზარდოთ, დავასაქმოთ და ყველა პირობა შეუქმნათ და აუცილებლად მე დაიწყებს მატებას, მაინდა-მაინც მაგის გარანტიას ვერავის ვერ მივცემთ. მაგრამ ზოგადად ერთი რაღაცა არის. მოქალაქე ადამიანი სახელმწიფოში უნდა ხედავდეს თავის დანიშნულებას. ადამიანი არ არის შექმნილი იმისთვის, რომ რაღაც ჩაისუნთქოს ჟანგბადი, მოისუნთქოს რაღაცა, შეჭამოს, მოინელოს, დაიძინოს და მე გაწვდება და ადამიანის ფუნქცია ეგ არ არის. ადამიანი უნდა ხედავდეს თავის დანიშნულებას. დღეს ქართულ ერს აქვს დანიშნულება გამოწვილი, აი ახალგაზრდები მაგალითად უმაღლეს სასწავლებელს რომ ამთავრებენ 90% პერსპექტივას ვერ ხედავს, რომ ამთავრებს ფრიადებზე უმაღლეს სასწავლებელს, იღებს დიპლომს და წინასწარ იცის, რომ დაამთავრებს. უნდა წავიდეს ევროპაში და იქ უნდა იმუშაოს რაღაცა შავმუშად, ან უკეთეს შემთხვევაში თუ გაუმართლა ამერიკაში წასვლა იქ კონტეინერით და ნიანგებში რომ უნდა გაცუროს სადღაც, ეგ არის უკვე ახდენილი ოცნება, რომ იქ თუ ჩავიდა, ეგ უკვე დანიშნულებას ვერ ხედავს ქართველი ერის საკუთარს და აი ეს არის დასაბრუნებელი. საქართველოში უნდა მიწის დამუშავებას მიეცეს აზრი, მიწის დამუშავება უნდა იყოს მომგებიანი, სოფელში უნდა დაბრუნდეს ადამიანი და საერთოდ სოფელში მრავლდება მოსახლეობა. საქართველოში ეგრე იყო, სოფელში მრავლდებიან ადამიანები, სოფელში სივრცეა მეტი და ყოველთვის უფრო მეტად სოფელში, რაიონებში იყო მრავალშვილიანი ქალაქებშიც იყო, რა თქმა უნდა და თბილისშიც, მაგრამ მრავალშვილიანი ოჯახები იყო უფრო მეტად სტატისტიკურად საბჭოთა პერიოდშიც და ყოველთვის ასე იყო სოფლებში. სოფლების დაცლა რო დაიწყო და სოფლის მეურნეობა რო მოკვდა, აი მაქედან დაიწყო საქართველოში დემოგრაფიული პრობლემები. გარდა მაგისა, ეხლა ეს ეკონომიკური ერთი, მაგრამ თქვი რომ ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა არ გაძლევს გარანტიას, რომ ეს პროცესი შემოbrunდება. თავარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის კულტურული, ტრადიციული ფაქტორები. ჩვენ მინიმუმ 2 ხელისუფლების, ბოლო 2 ხელისუფლების პირობებში ვიცხოვრეთ
ლიბერალური რაღაცა იდეოლოგიური პოლიტიკური შეხედულებების პარადიგმაში, სადაც ქალს ეუბნებოდნენ, რომ გათხოვება, ქმრის მონობა და დედობა ეს არის ყველანაირი პერსპექტივის დაკარგვა და სადღაც 40 წლამდე 35-მდე მაინც ქალმა მაგაზე არ უნდა იფიქროს, ჯერ კარიერას უნდა მიხედოს და ხელისუფლებამ, ქართულმა ოცნებამ, სხვადასხვა შორის ამან სტატისტიკაშიც ეს თუ ჩავიხედოთ, საქსტატს უდევს ეგ მონაცემები, წრების მიხედვით, აი ბოლო ამ ხელისუფლების პირობებში, რამდენად გაზრდილია განქორწინებათა რიცხვი, ანუ რამდენი ოჯახი შეიქმნა და იქიდან რამდენი მერე განქორწინებით დასრულდა. ხელისუფლება მიიღო პირდაპირ ხა რა თქმა უნდა, ყველაფერს ამას ვერ დავაბრალებ და რო არა ეს კანონი კარგად იქნებოდა, ყველაფერი მაგას არ ვამტკიცებ, მაგრამ ხელისუფლება მაგალითად მიიღო ისეთი კანონი, ეგრეთ წოდებული ოჯახური ძალადობის შესახებ კანონი, რომელიც პირდაპირ სტამბულის კონვენცია ეგრეთ წოდებული, საიდანაც თურქეთი გამოვიდა. რამდენიმე წლის წინ და ერდოღანმა განაცხადა, რომ გამოვედი, იმიტომ რომ ეს საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს თავარ ფუნდამენტს ოჯახს და ოჯახის ინსტიტუტს. მაშინ ბაიდენი იყო პრეზიდენტი, ძალიან აკრიტიკეს ამის გამო ერდოღანი, აი უმწვავესად თურქეთში ამერიკის ელჩმაც რაღაცა განცხადებები გააკეთა და მე ერდოღანთან რო უნდა შეხვედრა, ერდოღანმა საერთოდ არ მიიღო, კარი არ გაუყო, არ შეუშვა ამერიკის ელჩი თურქეთში და გამოვიდა, იმიტომ რომ საფრთხეს უქმნიდა ოჯახის ინსტიტუტს. 80 მილიონიან თურქეთში მივიდნენ მაგ დასკვნამდე რომ ეგ კანონი საქმეს აფუჭებდა და არაფერი სიკეთე მაგას არ მოქონდა და საქართველოში ქართული ოცნების წარმომადგენლებს რო კითხო ჩამომი თუ არის შენი 10 მიღწევა 5-ელში თუ არა 10-ელში მაინც ერთ-ერთი იქნება რომ აი ესეთი კანონები აქვს მიღებული ბავშვის უფლებათა კოდექსი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რამაც ყველაფერმა ეხა რა თქმა უნდა კიდევ ვიმეორებ ეგ არ არის თავარი გამომწვევი მაგრამ ყველაფერი ესეთი თავთავის კვალს ტოვებს, ცოტა ამან იმოქმედა, ცოტა იმან იმოქმედა და საბოლოო ჯამში მივიღეთ აი ეს კატასტროფა, რომელიც გვაქვს. ამიტომ მე დიდი იმედი, რომ ეს ხელისუფლება ეხა დაფაცურდება, რამეს იზამს, რამეს გამოასწორებს. ამათ თავიდან სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაც ჰქონდა, სხვადასხვა 12-ში რომ მოვიდნენ, კოლოსალური თანხა ჩაიდო, მაგრამ ეს თანხები მე სად წავიდა, კაცმა არ იცის, არაფერი სოფლის მეურნეობას არ დათხოვია. ამ მიმართულებითაც ეხა შეიძლება ხელისუფლებამ რაღაცას ცადოს, თუ საზოგადოების ასე ვთქვათ, მხრიდან იქნება მიწოლა, ქართულ ოცნებას ახასიათებს ეგეთი რაღაცეები. ეხა როგორც 14 წლის თავზე აღმოაჩინეს, რომ ფასები თურმე მაღალია, კორუფცია და ეხა დაიწყეს მაგას. შეიძლება ამ თემაზეც დაიწყონ ლაპარაკი, მაგრამ ქართულ ოცნებას არ გააჩნია მაგის ნება. თავარი ქართულ ოცნებას არ გააჩნია მაგის ნება, იმიტომ რომ ქართული ოცნება არაფერზე არ ფიქრობს, გარდა საკუთარი ჯიბისა, გარდა საკუთარი რამდენიმე ოჯახის გამდიდრებისა, რომელიც სათავეშია მოქცეული და ამიტომ მაგის იმედი, რომ ქართული ოცნების პირობებში აქ რამე სასიკეთო მოხდება ამ მიმართულებით, მე პირადად არ მაქვს, თუმცა გეთანხმებით, საზოგადოება არ უნდა იჭდეს გულხელდაკრეფილი, გეთანხმებით, რომ მათ შორის ქუჩაშიც უნდა გამოვიდეს ბევრი ადამიანი, მე გეთანხმებით, რომ მიგრაციის თემაზე 10 და 15,000 საკმარისი არ იყო, მაგრამ ცოტა არ იყო, საკმაოდ ბევრი იყო, ვერავინ ვერ გამოიყვანს მაგაზე მეტ ადამიანს დღეს აი თუ ვინმე შეუძლია გამოიყვანოს მაშინ, ხო? ქართული ოცნების გარდა მაგდენ ადამიანს ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ გამოიყვანს. საკმარისი არ არის გეთანხმებით, მთელი საქართველოს ფეხზე უნდა დადგეს, 200,000 უნდა გამოვიდეს, მილიონი უნდა გამოვიდეს, მაგრამ 10 და 15,000 ადამიანიც საკმაოდ ბევრია და ამის შედეგებიც უკვე ჩვენ დავინახეთ სხვათა შორის ხელისუფლება ფორმალურად რო ლაპარაკობს და მათ შორის აი ბატონმა ლევანმა აღნიშნა რომ ქუჩაში აჩერებენო მოპედებსო და გეთანხმებით ეგ სინამდვილეში კოსმეტიკური თვალსინაცრი შეყრა მაგით პრობლემა არ გვარდება რა თუნდა ქუჩაში ამ მოპედიანების გაჩერება გლოვოს და ვოლტს და კიდე რომელია იმას მიადექი და ის რომ დააჯარებოდა იმას მოთხოვ რატო ასაქმებ ამ ადამიანს მაგრამ ამას რო აკეთებს ხელისუფლება, რატო აკეთებს? იცი მათ შორის იმ მიწოლის შედეგად და იმ 10 თუ 15,000 ადამიანის ქუჩაში გამოსვლის შედეგად, რომელიც 7 დეკემბერს გამოვიდა. უფრო მეტი თუ გამოვა, კიდე უფრო მეტად შეწუხდება და კიდე უფრო მეტი თუ გამოვა და მე ბოლბოლ არჩევნებზე თუ ქართულ ოცნებას მხარს არ დაუჭერენ, საერთოდ გადავირჩევთ მეგობრებო ამ ხელისუფლებას და რაღაცა უკეთესობისკენ წავა ეს ქვეყანა თუ არა და არიან აგერ უკვე 14 წელია და არსად წასვლას არ აპირებენ კაცო იქნებიან და იქნებიან გადავიდეთ მოდი შემდეგ თემაზე რომ სულ მინიმუმ აზრის დაფიქსირება მაინც მოვასწროთ ამ საკითხთან დაკავშირებით შემდეგი თემა არის როგორც უკვე აღვნიშნეთ ეს მიგრაციის საკითხი რომელიც როგორც ბატონმა ლევანმა აღნიშნა ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია იმ დიდი პრობლემისა, რასაც ქვია დემოგრაფიული კატასტროფული სურათი ქვეყანაში. არის თუ არა აი ამ ფონზე მიგრაციის
ამ მასშტაბით ზრდა ქვეყნისთვის პრობლემა თან იმ ფონზე, როცა ქვეყანაში შემოდის არაბიზაციას არ გამოვიყენებ, მოდი რომ არ ჩამითვალოს მიკერძოებაში, როცა ქვეყანაში შემოდის 6 მილიარდ ნახევრიანი არაბული ინვესტიცია და ამას გარდა ამავე ინვესტიციის უკან ვინც დგას ემაარი და იგუჰილსი მათი ხელმძღვანელი ამბობს რომ 60% ბინებისა გაიყიდება და იყიდება კიდეც უცხოელებზე ამას ემატება ის ვითარებაც რომ საქართველოში უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში იძენ ბინადრობის უფლებას ავტომატურად ეს გარემოებები არის თუ არა ძალიან დიდი, ან თუნდაც არც თუ ისე დიდი, მაგრამ მაინც საფრთხის და რისკის შემცველი ჩვენნაირი დემოგრაფიული სურათის მქონე ქვეყნისთვის. ეს იმდენად მწვავე საკითხი არის, რომ სიგარეტი რომ მოვწიო შეიძლება? დაგვეჯარიმებენ. შეიძლება? თუ არ შეიძლება. დაგვეჯარიმებენ ბატონო ლევან. ეს სხვათა შორის, აი სიგარეტი თქვენ ამიგძალეთ, კი ბატონო, მაგრამ ჩავდებ უკან. მაგრამ აი რო იცოდეთ ნიკოტინს რაც შეეხება პრინსტონის უნივერსიტეტის ლაბორატორიების დასკვნით და სამედიცინო აკადემიის შეერთებული შტატების სამედიცინო აკადემიის შესწავლის შედეგად დადგინდა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი რომ ნიკოტინი ახდენს ზეგავლენას ადამიანის ლიპიდურ ცვლილებებზე და ცხიმები გამოყავს ღვიძლიდან ანუ გეპატოს შველის და ქალების მატება რატოა ბევრი ქალი რო ეწევა ანუ ხთებიან სიგარეტის შედეგად აი როგორი ის არის საინტერესო მიდგომა. მაგრამ დავლებ კოკაკოლა. კოკაკოლა შეიძლება? ნუ არც დიდად ჭყონიას რეკლამის. ეს რაშუა კოკაკოლა არის ყველას ვახსოვს. კოკაკოლა და ეხა გასაგებია რატომ გედოთ ასანთი თავიდანვე. ესე იგი, ეხა შევხედოთ რა. კოკაკოლა ხო შეიძლება რომ დავლე. დიაბეტისგან 5-ჯერ მეტი ადამიანი კვდება ვიდრე სიგარეტის მოწევისგან. დიაბეტის პრობლემებისგან. კოკაკოლა შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, რომელიც ადამიანზე უფრო მეტად მავნებელია, ვიდრე ნიკოტინის შედეგი. ეხლა ეს რატომ მომყავს ეს მაგალითი მინდა თქვენ აგიხსნათ რა. ეს არის გარკვეული ფსიქოლოგიური ტესტი. მე თქვენ არასწორი ინფორმაცია მოგაწოდეთ პრინსტონის უნივერსიტეტის ლაბორატორიასთან დაკავშირებით. მაგრამ ამ არასწორ ინფორმაციას თუ ადამიანები არ დაუკვირდებიან, ისინი მიიღებდნენ, იმიტომ რომ პრინსტონის უნივერსიტეტს ვასახელებ, ხო? გარკვეული ესე ცოდნაც ამას გამოსtildeება და ჩემს სიტყვა შეიძლება ადამიანმა ყურადღება მიაქციოს. მაგრამ არავინ არ გამაჩერა იმაზე რომ 5-ჯერ მეტი ადამიანი კვდება, ესე იგი კოკაკოლა შაქრისგან. ეს არის მსოფლიოს ესე იგი სამედიცინო სექტორის რეალური დასკვნები. ამას რატო ვამბობ? ძალიან მნიშვნელოვანია რაზე ვაგმნა დაფიქრდეს მაყურებელი რა. და მე როცა სპეციფიკაზე ვთქვი, ამ დაფიქრებაზე მაქვს საუბარი. ჩვენ როცა რაღაცაზე აქცენტს ვაკეთებთ ხო? ჩვენ ეს манипуლირებისთვის კი არ უნდა გამოვიყენოთ. და ის გამანიპულირებამ შედეგი არ გამოიღო. მე როცა ვაკვირდებოდი ყველაფერზე რაც ხდებოდა, მაშინ ჩემთვის გარკვეულწილად გულსატკენიც კი იყო, როცა პატრიოტული თემა, მოდი ვთქვათ, ავიღოთ, ხო? დავარქვათ არაბიზაცია, ხო, ეს გაჟღერებული, ყმადაღებული, რაც გინდათ ის დავარქვათ, ხო? ის იმდენად რაღაც უკავშირდებოდა პატრიოტულ გრძნობებს და ამ პატრიოტულმა გრძნობამ არ იმუშავა. манипуლირება იყო თუ რეალობა იყო, ეს მე გავშიფროთ. არ იმუშავა ამან. ეს არ მუშაობს დღემდე. ჩვენ როცა ვამბობ დემოგრაფიას სიტყვა, შეიძლება ისე ყურს არ გჭრის, მაგრამ მისი შემცველი ჩვენ სამშობლოს ვკარგავთ. დემოგრაფიული დააკონკრეტო. არა, მე ხა მოგიყვებით ამას, მე სპეციალურად დააკონკრეტო. რა თქმა უნდა, ჩვენ სამშობლოს დაკარგვის თემა კი არ გქონდა თავარ ამოცანად. არაბიზაციის ემა არის ჯგუფის შემოსვლა. მე გეტყვით, რომ იმ პრობლემებთან შედარებით რაც მოიცავს დემოგრაფიული პრობლემა ფაქტურად სამშობლოს დაკარგვის ტოლფასია, როცა ამას ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ, ხო? შეიძლება ისე გავქრეთ, რა დარჩება ამ ტერიტორიაზე, კაცი აღარ ერთმანეთს უშლის ეგორი პრობლემა საუბარზე. უშლის, იმიტომ რომ არ იყოს სწორად გათვლილი და ეს არის წამგებიანი თემა და ამ თემამ მე უფრო თემა არ არის, ეგ არის საფრთხე. კი ბატონო, თუ კითხავს თემაა, კი ბატონო, ჩვენთვის საფრთხეა. უყურეთ ერთ წუთი. ციფრები გააქვთ, აი რამდენი მიგრანტია საქართველოში? ეხლა მე მოგახსენებ ციფრები, თუ გაინტერესებთ. იმიტომ რომ დრობევრი არა გვაქვს და უბრალოდ საკონკრეტულად ძალიან ნერვიულობთ. არა, არ ნერვიულობთ. არაბიზაციის საკითხი. იმიტომ რომ არა კონკრეტებთ, ბატონო. არა, გეტყვით რას არა კონკრეტიკაა. არ არის კონკრეტიკა, ამ ნაწილში საერთოდ არ არის კონკრეტიკა. თქვენ ამბობთ, რომ ვიღაცები ეწევენ манипуლაციას და თუ ვიღაცები ეწევენ დაასახელეთ ვინ? ეს პოლიტიკური პროცესი იყო манипуლაცია, მაგალითი მოგიყვანე. ვიღაცა ხომ მართავდა?
ვინც იყავით ჩართული ყველა და ეს იყო უდიდესი შეცდომა დემოგრაფიულ პრობლემას მიაყენეთ ზიანი. კონსერვატორები საქართველოსთვის ამ თემით მანიპულირებს და მიგრაციის თემით? მიგრაციის პრობლემა, ეს ის პრობლემა არ არის არაბიზაციის, რომელიც უკავშირდება არაბიზაციას. არაბიზაცია არ არის აკადემია არ მოგწონთ, თქვენ არ გინდა თქვენი შეცდომა აღიაროთ და ისე აფიქრებთ დამახმარებინეთ. ანუ მე შეკითხვა დაგიშვით და მიფასებთ. კონსერვატორები საქართველოსთვის მანიპულირებს ამ თემით? რა თქმა უნდა მანიპულირებს. რაში გამოიხატება? ეს იმაში გამოიხატება, რომ გააფუჭეთ პატრიოტული გრძნობა, პირდაპირ გეტყვით, დემოგრაფიული საკითხი არ წამოწიეთ სწორად და დაქცინათ ხელისუფლებას. ვისაც პატრიოტული გრძნობა ცხოვრებაში ხელისუფლებას ვერ გაუღვივებდით. ბატონლევან, ვისაც არ ქონია პატრიოტული გრძნობა და ვინც პრობლემას ვერ ხედავს მიგრაციის მხრივ საქართველოში რა ხდება, იმას ჩვენ კი არა ღმერთი რო ჩამოვიდეს ციდან ვერავინ ვერ გაუღვივებს. მაგრამ მე თქვენ ხა მოგახსენებთ ციფრებს და თქვენ თუ ამას ვერ ხედავთ, ეგ თქვენი პრობლემაა და არა ჩვენი. თქვენ იცით თუ არა საქართველოში ბოლო 10 წელიწადში როგორ შეიცვალა რამდენი გავიდა, რამდენი შემოვიდა და საბოლოო ჯამში რამდენი მივიღეთ. გაქვთ თუ არა ეს ციფრები? ის არა, თუ გაქვთ ეს ციფრები. მე რაც მაქვს 14-დან 24-მდე რამდენი გავიდა ჩვენი მოქალაქე შემოვიდა და 24-ის აღწერით რამდენია, გაქვთ ეს ციფრები? ძალიან. არა, არის თუ არა თქვენთვის ცნობილი? ჩემთვის ძალიან ბევრი რამეა, მე თქვენ გისმენთ. არა, ნუ არ არის როგორ ჩანს, კი ბატონო, აი ხა მე გეტყვი. ჩემს მაგივრად გთხოვთ შეფასება. არა, თუ კითხეთ, 2014 წლის საყოველთაო აღწერის თანახმად საქართველოს მოსახლეობა იყო 3.700.000. 14-ის. ბოლო აღწერა 24-ში ჩატარდა, რაც რის შედეგებიც გამოქვეყნდა. და 24 წლის აღწერის თანახმად საქართველოს მოსახლეობამ შეადგინა 3.900.000 რაღაცა. 900.000 კიდე რაღაცა მოსდევს. ამავე პერიოდში გაიზარდა? კი. როგორ? საქართველოს მოსახლეობა. აი მაგას ყვები ხა ზუსტად. ზუსტად ამავე პერიოდში საქართველოში, ზუსტად აი დროის ამ მონაკვეთში საქართველოს დატოვა დაახლოებით 260.000-ით მეტმა ადამიანმა ვიდრე შემოვიდა საქართველოს მოქალაქე. წესით კრება აი ამ ციფრების გათვალისწინებით უნდა ყოფილიყო ამ ციფრების შესაბამისი, ანუ რამდენით მეტი გავიდა ვიდრე შემოვიდა ამ ციფრების შესაბამისი, მაგრამ 2024 წელს 24 წლის აღწერით რა ციფრებიც მივიღეთ, საქართველოს მოსახლეობა გაზრდილი არის დაახლოებით 9,5 ადამიანით. ეხლა ამოცანა გვეკითხება, ვინ არიან ეს ადამიანები? საიდან მოვიდა 460, აი მე წამოვიღე ეს ციფრები, ეხლა სიმართლე გითხრათ არ მეგონა ეს თუ საკამათო იქნებოდა. თუ ვინმე იტყოდა ამ ქვეყანაში, რომ დემოგრაფიასთან ერთად მიგრაცია პრობლემა არ არის და საქართველოში მიგრაცია უკვე უკონტროლდა. არა, რა? ბოლოს რაც. რა? რომ მიგრაცია პრობლემა არ არის. არა, ვისგან მოვისმინეთ? რა, ბევრისგან მოვისმინე. და თუ იმას მოვისმენდი, რომ ჩვენ თურმე მანიპულირებთ ამ თემით, ეგ მართლა არ წარმოვიდგინე. მაგრამ მაგაზეც ვისაუბროთ. ჩვენ რა აქტივობებს ვახორციელებთ ამ მიმართულებით რა არის შედეგი და სხვა ვინმე მე თუ რამეს აკეთებს თუნდაც მაგის ნახევარს მე სიამოვნებით მოგისმენთ. 460.196.000 არის მატება მოსახლეობის, ანუ თითქმის 9,5 მილიონი. საიდან მოვიდა ეს ხალხი? ვინ არის? ანუ მოსახლეობა შემცირდა 14-დან 24-მდე და გავიდა იმაზე მეტი ვიდრე შემოვიდა და არის მატება. საიდან? ვინ არის ეს ხალხი? მე მკითხები არა, მე მაქვს პასუხი და თქვენი პასუხი გექნებათ რა თქმა უნდა. ეს არის ის ხალხი, რომელსაც დაურიგეს საქართველოს მოქალაქეობა. აი ამ 10 წელიწადში. ყობახიძე რო გამოვიდა და ჩვენი აღწერით სულ რაღაც 260-მდე, ხო, 257.000 მიგრანტია საქართველოში. ჯერ ერთი ეგეც ძალიან მაღალი ციფრია. 6.6%-ია მოსახლეობისო მიგრანტებიო. ესეც ძალიან მაღალი ციფრია ხა. მაგას თუ გონია რომ ეგ დამამშვიდებელია და არ არის მაღალი სოფლიოში საშუალო დონით პროცენტულად მიგრაციის ითვლება თუ მოსახლეობის 3.5-დან მაქსიმუმ 4%-მდეა მიგრანტი. ეგ ითვლება საშუალო მაჩვენებლად და საქართველოში ხელისუფლების ციფრებით 6.6%-ია მოსახლეობის მიგრანტი. და ეს თურმე არაფერი არ არის. ეს საშუალოზე მაღალი მაჩვენებელია. ნუ გარდა მაგისა, ეხა იქ რო თქვა რომ არარეგარებიც მანდ ითვლებიანო, ეგ ტყუილია, იმიტომ რომ
მოსახლეობის აღწერით შეუძლებელია არალეგალების რაოდენობა დაამტკიცო, მაგას დაადგინო, იმიტომ რომ მაგას ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც მუშაობს არალეგალების გამოვლენაზე. თორე ესე გამოკითხვაზე რომ მივიდნენ, აღწერი რომ მივიდა და არალეგალი გამოვიდა და კი მე არალეგალად ვიმყოფები ამ ქვეყანაში, ეგ ცოტა დაუჯერებელია. მაგრამ მაგაშიც რო გავყვეთ, მაინც საკმაოდ მაღალი ციფრია. საქართველოში უკონტროლო მიგრაციის შედეგად ასეულ ათასობით ადამიანია შემოსული, ხელისუფლების ციფრები საკმაოდ მძიმეა, რაც და ხალხი როგორ შემოვიდა საზღვარი გადმოკვეთეს? არა, ეგ სხვა საკითხია, თუ გინდათ მაგაზეც ვისაუბროთ, მაგრამ კი ბატონო, დაახლოებით 9 მილიონი საქართველოში. ერთი წუთით მოდით ავაზუსტოთ, მე შეგნებულად ვთქვი არაბული ინვესტიციის ნაწილში, კერძო საკუთრების შეძენის შემთხვევაში როგორც აქამდე იყო, უბრალოდ აქამდე იყო 100,000 დოლარის ღირებულების კერძო საკუთრების შეძენის შემთხვევაში 1 წლით ბინადრობის უფლება გენიჭებოდა, სანამ ბატონი მამუკა მდინარაძე სუსის ხელმძღვანელი გახდებოდა, მისი როგორც პარლამენტარის ერთ-ერთი ბოლო ბრიფინგი იყო, სადაც მან ისაუბრა, რომ 100-დან 150,000 დოლარამდე აიწევს შემდეგ კერძო საკუთრების ღირებულება, რის შემდეგაც ექნება ადამიანს ბინადრობის უფლება. ამიტომ ამ ნაწილში მოდი არალეგალებზე ნაკლებად ვისაუბროთ და ვისაუბროთ ლეგალურად შემდგომ. არა, არალეგალებზე ბოდიში ვიტყვი, მოკლედ ვიტყვი. დარახვერიძემ თქვა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რამდენიმე თვის წინ იყო პარლამენტში და იქ ინტერპელაციის უსმენდნენ, მან თქვა, რომ ჩვენი უხეში გათვლებით, ან უხეში ესე იგი ზუსტი ციფრები არ აქვს. საქართველოში დაახლოებით 25,000 არალეგალი მიგრანტიაო. ძალიან დიდი ციფრია, ჩემი აზრით კიდევ უფრო მეტია, მაგრამ რასაც ხელისუფლება ამბობს, თუ დავიჯერებთ, რომ მეტი რომც არ იყოს, ეგ უკვე ძალიან დიდი ციფრია. ეხლა რაც შეეხება არაბიზაციას ტერმინს, ხო? ნუ ეხლა ეგ არც არის, რა თქმა უნდა, რაღაცა აკადემიური ტერმინი. აქ ლაპარაკი არ არის მარტო არაბებზე, ყველა მიგრანტი, რომელიც უკონტროლოდ შემოდის, აქ დამკვიდრებას ცდილობს, უძრავი ქონების ანაცვლოდ ბინადრობის ნებართვას იღებს, რომელსაც მე უპრობლემოდ აგრძელებს და თქვენ დაარქვით არაბი ყველას მაგას. არა, ვინ გითხრათ რომ დავარქვით? არ დავარქვით, არ გიდასტურებთ მაგას. არ დაგვირქმევია არაბი. ლაპარაკი არის ეგრეთ წოდებული არაბული სამყაროდან, ვინ შემოდის, ის არაბია, მაგრამ ასევე პრობლემაა, რავი, თურქი მიგრანტი, ვინც კიდე ნებისმიერი, რომელიც საქართველოში შემოვა აქ დარჩენის დამკვიდრების ნებისმიერი ვინც შემოდის საქართველოში მიგრანტი უცხო ქვეყნის მოქალაქე და ეთნიკურად არა ქართველი ჩვენთვის არის ამას ჭირდება მკაცრი კონტროლი. ამიტომ არანაირი არაბიზაცია ჩვენ არ ვამბობთ რომ მარტო არაბია პრობლემა, როგორც არაბია პრობლემა, ესევე არის პრობლემა ნებისმიერი სხვა მიგრანტი თუ შესაბამისი კონტროლის მექანიზმები არ იქნება. რაც შეეხება მანიპულაციებს, მანიპულაცია რაღაცაში უნდა გამოიხატებოდეს. პრობლემა რო არსებობს ამაში ხო თანხმდებით ეს რო პრობლემატური საკითხია ხო თანხმდებით მიგრაცია რო პრობლემაა უკონტროლო მიგრაცია რო პრობლემაა ხო თანხმდებით თუ არ თანხმდებით მე მეკითხებით დიახ ეს კითხვა რატო გაგიჩნდა ჩემს არა საერთოდ კითხულობ ხო თანხმდებით კი ბატონო ამ თემა ამ მიმართულებით ხელისუფლება თქვენ მიწოლა ახსენეთ რომ უნდა მივაწვეთო და 100%-ით ხელისუფლებას რომ აიძულოთ როგორ არ გიხსენებიათ ეხლა რავი ეს მიწოლა უნდა მოსახლეობა უნდა მიაწვეს ხელისუფლებას რომ დასაწყისში არ თქვით დემოგრაფიის პრობლემაზე რომ საუბრობდით. კაი, ხო უნდა შეაწუხოს. გეტყვით რას გულისხმობთ? კი ბატონო, მაგრამ ხო შევაწუხოთო ხო უნდა თქვით. ხო უნდა შევაწუხოთო ხო. მანერად აგიხსნა. რავი, ეხლა თქვენი მიზანია რომ მაინდა-მაინც არ დამეთანხმოთ. კი ბატონო, თუ არა და ორივე სიტყვა თქვით და ეს გადაცემა ჩემი ამოცანა არის დაიჭიროთ ის თავარი მომენტი, რაც არის მთავარი. კაი, მე სხვა რამე უნდა მეკითხა. ხო უნდა შევაწუხოთ ამ თემაზე. მაშინ ეხლა შეგეკითხებით. პრობლემა დემოგრაფია, მიგრაცია. ხო უნდა შევაწუხოთ, რომ აიძულოთ რაღაცა მაინც გახება. ერთ-ერთი ნაბიჯია, ერთ-ერთი. კი ბატონო, ერთ-ერთ ნაბიჯად ხო უნდა შევაწუხოთ. ერთ-ერთი. კი ბატონო. აი ჩვენზე მეტად ვინ შეაწუხა ხელისუფლება ამ მიმართულებით შეგიძლიათ თქვენ გითხრათ? კი ბატონო, მაშინ გისმენთ. კი, გისმენთ ბატონო, რა თქმა უნდა, დისკუსიაა და ამიტომ ერთმანეთს შეგიძლიათ უპასუხოთ. სიმართლე გითხრათ, არაფერი სადისკუსიო აქ არ არის. იმიტომ რომ ეს არის პრობლემატური თემა. ერთი რომ მინდა დავადასტურო, რომ თქვენმა პოლიტიკურმა ძალამ შეეცადა, რომ ეს საკითხი წამოეწია და მე მიმაჩნია, რომ არასწორად წამოწია და
უფრო მეტად შეიძლება აქტუალობა უნდოდა რომ მიიღო, მაგრამ არ იყო გათვლილი ეს ჩემი შეფასება, თუ გნებავთ მაგაზე შეგვიძლია ვისაუბროთ. მაგას ჭირდებოდა ძალიან მოკლედ გეტყვით რატომ. თვლით თქვენ რომ არასწორი იყო და მოკლა როგორც თქვენ. იმიტომ რომ აქ გათვლა იყო სწორედ манипуляციაზე, ყურის მომჭრელ ყვადაღებულ თემაზე, რომ მიგვეღო რაღაცა მასა განაწყენებული, აღშფოთებული ადამიანებისა, რომელიც იქნებოდა რაღაცა პოლიტიკური პროცესის შემადგენელი და ამან არ იმუშავა. ეს არის ფაქტი. 10,000 იყო 15 თუ 30,000 ამან შედეგი ვერ გამოიღო. ამან ვერ მოახდინა. ეს თქვენ რას ეძახით შედეგს? ხო, თუ მაცლით ვიტყვი, თუ განავავ თქვენ თქვით, ჩემი ინტერპრეტაცია თუ შეგიძლიათ. მოდი დავასრულებინოთ და მეერე გავაგზავნოთ. იმით კი არ უნდა გაღიზიანდეთ, რასაც მე არ ვიზიანდები, თქვენ ჯაბა ძალიან. როცა თქვენ გიჩნდებათ კითხვები, ეს არის გაღიზიანების ფაქტორი. ანუ შეკითხვა გაღიზიანებას თავს ავტომატურად ეს არის შეკითხვა გაღიზიანება, რაში გამოიხატება манипуლირება, რატომ გავაფუჭეთ გეტყვით, იმიტომ რომ როცა პოლიტიკური პროცესი იგეგმება ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, ამას ყველა ნიუანსის გათვლა უნდა და ხელისუფლების დასაცინად თავი რო გაიხადეთ, ეს იყო ძალიან ცუდი შედეგი. რა თქმა უნდა, რომ გამოდიოდნენ უმაღლესი რანგის და ეხლანდელი გამოსვლაც არ არის, აბა რა დაცინვა არის. რომელიც გამოსვლა? ეხლა ბოლოსაც რო გამოვიდა პრემიერი, რაც ილაპარაკა. ვისი დაცინვა? იმ პროცესის რაც თქვენ შექმნით, შეცდომა იყო ეს პროცესი. თქვენ ეგრე აღიქვით, თქვენ უფრო მარგინალურია ეს პროცესი? თქვენ მიიყვანეთ მაგამდე და ეს არის გულსადგენი ჩემთვის. და თუ არ ისწავლით იმას, რომ რაღაცა მოისმინოთ და დაკვირება აწარმოოთ, ეგეთი შეცდომები გამოვიდნენ. თქვენ რატო არ მოგვეცით რჩევები? რა რჩევა უნდა მომეც თავიდანვე არასწორად დაიწყო. ხო და აი რომ დაინახეთ რჩევები რატო არ მოგვეცით? ერთი წუთი დიდივად მაყურებელი რო არ იყოს გაურკვევლობაში, მოდი მაშინ მე ჩაგეკითხებით. დაცინვა არის, როდესაც უმაღლესი რანგის, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოდის და სარეკლამო რგოლის მსგავსი ვიდეო რგოლით პასუხობს იმ პრეტენზიებს, რომელსაც ეს კონკრეტული ჯგუფი აყენებს წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, თუ ეს არის პირიქით იმდენად შემაწუხებელი მდგომარეობა, რომელზეც შემდეგ გიწევს, რომ ჩაწერო ვრცელი ვიდეო, სადაც მათ შორის მოიტყუო ის, რომ საქსტატი გაძლევს არალეგალი მიგრანტების რიცხვს და ამითი უპასუხო შემდეგ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას. ანუ ეს დაცინვა, თუ ეს არის საკითხის იმდენად გაპრობლემატურება, რომ შემდეგ გიწევს, რომ შენს გახდე PR მენეჯერი კონკრეტული კომპანიის. აი, ყურეთ, თვითონ თემამ, რომ ხარდაჭერა ვერ მოიპოვა, ეს არის შეცდომების შედეგი. ეს არის ფაქტი. ხარდაჭერა ვერ მოიპოვა და იმათი მხრიდან რეაგირება სულ ყოველთვის აი აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ ეს არაბიზაცია არ შედგა და ასე შემდეგ. ხო უნდა დავაკვირდეთ რა ხდება. აბა რა სიტყვის ისე ხარ? უნდა დააკვირდეთ. თქვენ როცა აი პოლიტიკაში რას ნიშნავს, რომ ხელისუფლებაში გინდათ რომ მოხვიდეთ, ხო? ეს აზრით არა, არ გვინდა ეგრე. ხელისუფლებაში მოსვლა თვითმიზანი არ არის. აბა პოლიტიკაში რა? რავი, ქართული ოცნება თუ მოხდება გეტყვით, ქართული ოცნება თუ მოხდება სასწაული პოლიტიკური ორგანიზაციაში და ქართული ოცნება გააკეთებს ყველაფერს, რის გაკეთებაც ჩვენ გვინდა და გეგმებში გვაქვს. ჩვენ აღარ დამკვირდება. მაშინ შეხვიდეთ ოცნებაში. არა, ჩვენი შესვლა არ გახდება საჭირო არც ხელისუფლებაში თუ ოცნება გამოხდება. ერთი წუთით საკითხს დავუბრუნდეთ, იმიტომ რომ ასე გავაგრძელებთ მუდმივად ერთმანეთთან პასუხის რეჟიმს და ის რაც რეალურად ვიკითხე და რაც მართლა ინტერესუათ თქვენი გადმოსახედიდან, ხალხის გადმოსახედიდან გასაგებია ეს პოლიტიკური სპეციფიკური მაყურებლის გადმოსახედიდან. ეს მე ამ ხაზი გავ. თქვენი გადმოსახედიდან საინტერესო, როცა პრემიერი პირდაპირ იცით რა არის? მე გეტყვით ახლა, მე როგორც პოლიტექნოლოგი ვაკვირდები თქვენს ქმედებებსაც, ხვებსაც, ახლა პოლიტიკური ორგანიზაცია რისთვის იქნება და ხელისუფლებაში მოსვლა უნდა თუ არ უნდა, ახლა მაგის შეიძლება ცალკე ლექსია ჩავატაროთ, კი ბატონო. ახლა პრობლემა რაშია? მე რატომ მივეციეთ ეს შეფასება და სიგარეტს საერთოდ არ ვეწევი, რატომ მოვიყვანე ეს? არც კოკაკოლას არსებობთ, მე როგორც კოკაკოლასაც არსებობს, არ მიყვარს და პატივს ვცემ თქვენს მომზადებას ეთერში. უბრალოდ რატომ? ეს არის ერთ-ერთი კლასიკური მაგალითი ფსიქოლოგიაში, რომ როგორ შეიძლება ადამიანებზე მოახდინო манипуляცია. ანუ შეიძლება ისე დამერწმუნებინა დღეს ხალხი, რომ ნიკოტინი მართლაც კარგია და ჩვენს ხიმებს გეპატოს მოგვირჩინს რა. ამას მიაქციონ ყურადღება. მე კიდე სხვა რაღაც თემები შემეძლო მეთქვა, მაგრამ ძალიან მარტივად მოვიყვანე. საწყენად ნუ მიიღებთ. არა, არ მწყენს. თვითონ თემა იმდენად მწვავეა,
იმდენად წვავია, რომ დღეს ხელისუფლება ცდილობს, რომ ამას სხვა კონტექსტით შეხედოთ. თავისთვის მომგებიანი კონტექსტით შეხედოთ. ის გამოსვლები, რომ კომერციულ პროექტს მაღალი თანამდებობის პირები რეკლამას უკეთებენ, თავის სახელმწიფო მოღვაწეობის საგნად აქციებს, ხო? ეს არის სუსტი წერტილი. ანუ როცა პოლიტიკაში იბრძვი და პოლიტიკაში გინდა რაღაცას მიაღწიო, სუსტ წერტილებზე უნდა მიიტანო დარტყმები და არა რაღაც ისეთი თემა, რომელიც მანიპულირების საგნად აქციო და მოსახლეობა შესთომაში შევიდეს, ზოგმა დაიჯეროს, ზოგმა კიდე ქილიკის საგნად აქციოს. ამას მიაქციეთ ყურადღება. ყოველთვის ამ სიტუაციაში სწორი ანალიზი შესთომებს აგარიდებთ. ეს არის ერთი მნიშვნელოვანი თემა. რაც შეეხება თვითონ შინაარსობრივად საკითხს, ხომ? შევხედოთ ჩვენ თბილისში გვაქვს ეს მოვლენა. როცა არალეგალური მიგრანტების შემოწ ძირითადად ან რაღაცა სამშენებლო რაღაც სოფლებში დაიწყეს ახლო. ეს არის ერთ-ერთი ნაწილი საერთოდ დემოგრაფიული პრობლემებისა. თუ ავიღებთ, რა თქმა უნდა და ეხლა თუ კი ავიღებთ, ხო, როგორ 257,000 აფიქსირებს საქსტატი უცხოელ შემოსულ ადამიანს, ხო? ეს შეადგენს მიახლოებით 6.6%-ია. 2014 წელს 0.6% ჰქონდა, 0.6%. 10 ჯერ გაიზარდა. 2014-დან თითქმის 10 რამდენი წელია, 12 წლის განმავლობაში გაიზარდა 10 ჯერ უცხოელების შემოსვლა. ეს არის, რასაც აღრიცხავენ. აღურიცხავ ნაწილში ცოტა პროფესიონალური მიდგომა საჭირო. აი ხა დადგება საკითხი ესეთი, ხო? როგორ არის, როცა აიღოთ საქსტატის მონაცემები, 2025 წელს საქართველოს მოსახლეობა არის 3.7 მილიონი. 2024 წლის აღწერით 3.9 მილიონია. მათი ციფრებია გახსენით გვერდიდან. იმაში კი არ არის საქმე, რომ ეს ნაწილი არალეგალური. არა, დათვლის მეთოდიკა. აქ არის დათვლის მეთოდიკა და მე უფრო მეცაც გეტყვით, თქვენი პოლიტიკური ორგანიზაციისთვის დასაფიქრებელი თემა სუსტ წერტილებზე როცა ვიძახი. არ აქცევთ ყურადღებას. თუ კი პროფესიონალურად მიუდგებით. უყურეთ როგორი საკითხია. აქ არის დათვლის მეთოდიკა. ისინი თვლიან, ვინც გასული ადგილზე თვლიან. 3.900.000 როგორ არის? ეს ხალხი აქ არ არის. მაგრამ ფაქტიურად ადგილზე აფიქსირებენ. ანუ პირადობის მოწმობებით, რომლებიც გადიან გარკვეულ რეგისტრაციას და საქსტატში ფიქსირდებიან, ეს მიახლოებით 3.700,000-ია. და აღწერის თვალსაზრისით, ჩემთან აღწერის აგენტი არავინ არ მოსულა და ონლაინ არ გამივლია. დიდი ოჯახი გვაქვს. საქსტატის მონაცემს. უყურეთ, მე არაფერს არ ვენდობ. არც ერთს არაფერს არ ვენდობ. ესე იგი უყურე ერთი წუთი. ჩვენ უყურე შეიძლება არ ვენდოთ, მაგრამ რაღაცა გამოვიყენოთ უნდა. ეხლა სხვა რამეზე დაგანახებთ კიდე სხვა დეტალს რა. რასაც თქვენ არ აქცევთ ყურადღება. თქვენ იცით, მაგალითად, ამორჩეველი რამდენი იყო 2024 წლის არჩევნებში? მილიონ ქართულმა ოცნებამ თქვა, ეხლა ზუსტად ციფრები შეიძლება. ნუ აიწვალებთ მე გეტყვი. 1.400.000 თუ 7 ბევრი. ეს რამდენი არა, 1.900.000 მონაწილეობა მიიღო და რამდენი ამორჩეველი იყო ეს სხვა არის, რამდენი მოვიდა და რამდენს აფიქსირებენ. ეს საინტერესო ციფრებს გეტყვით. 2004 წელს, ეს უსწ წერტილებზე როცა მიაქციეთ ამას ყურადღება. 2004 წელს ამორჩეველი დარეგისტრირებული ამორჩეველი იყო 2.340.000. 2004 წელს 2.340.000. 2008 წელს 1.200.000-ით მოიმატა, თითქმის გახდა 3.400.000. 3.400.000 მილიონზე მეტით მოიმატა ამორჩეველმა. დააკვირდით ამას. და 2024 წელს 3.508.000 ამორჩეველი დარეგისტრირებული. საიდან გამოდის ეს? ამას არ გინდათ რომ შეისწავლოთ, მიაქციოთ, საიდან გაზარდა სააკაშვილმა მილიონზე მეტით 2004-დან 2008-ში. ან როგორ გაიზარდა იგივე 100.000-ით და 3.500.000 გახდა. როცა მოსახლეობასთან პროცენტ მიაქციეთ, მოსახლეობასთან პროცენტული მაჩვენებელი. ამორჩეველი რამდენია და რამდენია მოსახლეობა. 2004 წელს შეადგინა 59%. 2008 წელში 90% და თითქმის იგივე 2024 წელს. ფაქტობრივად მოსახლეობა და ამომრჩეველი თითქმის უტოლდება ერთმანეთს. შეისწავლეთ ეს საკითხი პოლიტიკური ორგანიზაციების ძალიან მნიშვნელოვანია. რასთან აქვს საქმე ჩვენ? უყურეთ, ეხლა გადავიდეთ მიგრაციულ საკითხს. ამას უბრალოდ რომ დასაფიქრებლად გეუბნებით რა, რომ ამბობთ რომ სწავლობთ რაღაცას, მეტი პროფესიონალიზმი გამოვიჩინოთ. ეხლა შევხედოთ რაც შეეხება არაბიზაციის საკითხს, ხო? პრობლემა არაბიზაცია манипулირების ერთ-ერთი მეთოდი იყო. და ამან გამოიღო ძალიან შუდის შედეგი.
ჩვენა გაქვს მიგრაციის პრობლემა. გაიზარდა 10-ჯერ 12 წლის განმავლობაში. აი ეს უნდა ვთქვათ, გაიზარდა. 257,000-დან 70% შეადგენს SNG-ს და ყოფილია საბჭოთა კავშირის ქვეყნები, რუსები, უკრაინელები, ბელორუსები და ასე შემდეგ. აგერ არის ეს ციფრები, ხო? აი ჩამოგითვლით თუ გინებავთ. იმიდან ევროკავშირიდან და შეერთებული შტატებიდან 62,024% შეადგენს. ამ 257-დან ვამბობ. ინდუელი არის 20,000. თურქი არის 19,000. ირანელი 9,500. არა, მათი ციფრები, ეხლა უყურეთ, ისრაელის მოქალაქე 6,000 და აი გავალ ბოლომდე. ისრაელის მოქალაქე არაბი არ არის მაშინ, ვინც ჩამოდის აქეთ, ანუ არაბები არ არიან. ისრაელში რამდენი ცხოვრობს არაბი თუ იცით? ეს კი ბევრი ცხოვრობს მე. რამდენი იცით? დაისვა და რამდენი? ხო, არ ვიცი, მე მგონი 20%. თან არაბეთზე ჩვენ არგი რაში მეკამათებით ეხლა ისრაელი მოდი გავყოთ გავყოთ ეს ისა რომ ბატონო თქვენ თუ არაბებზე გაქვთ გართულება ისრაელის მოქალაქეები გავყოთ შუაზე ნახევარი ებრაელებია ნახევარი არაბები არაფერზე არა გვაქვს არა პირიქით ნახეთ თქვენ ხო სწავლობთ მაგ საკითხს მე მაგიტო დამამთავრებინეთ მაშინ კეთილი ინებეთ და დამამთავრებინეთ ეს ჩემი ციფრები არ არის ეს არის საღაციდან ხომ უნდა გამოს საქსტატის ხო აი შევხედოთ თუ გნებავთ არაბული ქვეყნებიდან რამდენია? ერაყიდან 4,500, იორდანიიდან 2,800, ეგვიპტედან 1,500, ლიბანიდან 800, სირიიდან 600, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან ჯამში 300. სულ მთლიანად არაბული ქვეყნებიდან შემოსული 257-დან რაც არის ჯამში 4%-ია. არის თქმა გინდათ მე მაგით. არა, ერთ წუთით მისე თქმე მინდა ვინ ამბობს რომ არაბი მაინც არაბია პრობლემა. ერთი წუთით. მაგას თქვენ ამბობთ. არა, ტყუილია, ტყუი ხარ. ეს არის ტყუილი. თუ თქვენ ამოიღეთ ეს ციფრები ტყუის? არა, რასაც ამბობთ ჩვენ ვამბობთ რომ მარტო არაბია პრობლემა და სხვა მიგრანტები გარი ტყუილი. ეს არაბიზაცია ტერმინი. არა, ტყუილია, არ არის. ვინ თქვენ მე მოვიგონე? არა, ტყუილია რომ ჩვენ ვამბობთ რომ მარტო არაბია პრობლემა და სხვა მიგრანტები არ არის. გარი ტყუილი. მაშინ დამამთავრებინეთ და მიგიყვანთ იმით არა, ერთი წამით. არ მომთავრებინეთ. უნდა გაგცეთ პასუხი, სადაც ტყუილი ითქვა. არ მომთავრებინეთ. უნდა გაგცეთ პასუხი. მოინიშნეთ და დაგამთავრებინეთ. არ მომთავრებინეთ? კი, დაგამთავრებინეთ. არ მომთავრებინებთ, მაშინ თქვენი ლაპარაკით. დავამატოთ. იმიტომ რომ ესეთი წესი არ არის სწორი. ეს უჩვენებს თქვენ სისუსტეს. არ შეიძლება არგუმენტების სისუსტე ქონდეს. ტყუილ სადაც იტყვით გაგაჩერებთ უბრალოდ და მე გაგაგეთ. მე მოვიგონე არაბიზაცია. არა, არაბიზაცია რა შუაში. აბა ვინ მოიგონე? საერთოდ რა შუაში. აბა რატო დაარქვით არაბიზაცია, როცა 4%-ი თქვენ რატო გაქვთ მაგაზე გართულება? მე კი არა მაქვს თქვენ არა, აშკარად გართულება გაქვთ. მაშინ ილაპარაკეთ ახსენით არაბიზაცია რატო და არა, რა შუა ვინ დაარქვა? მე დავარქვი. ვინ დაარქვა? მე დავარქვი. ვინ დაარქვა? აი მითხარით პირველმა ვინ თქვა ეს? თქვენ იზამთრით არაბიზაცია. აი თქვენ რატო მაგ ტერმინზე რატო გაქვთ? იმიტომ რომ თქვენ მოსახლეობას გაუკეთეთ манипуლირება და ააცთინეთ დემოგრაფიული კრიზისის პრობლემას. თქვენ რა გააკეთეთ ამ მიმართულებით? მე გეტყვით. მე ის მეყოფა რა წალკაში გავაკეთე. არა, წალკად და ეხა მოიცა. ეხა ამ თემაზე რა გააკეთეთ? ამ თემაზე რა გააკეთეთ? გამოთქმა არის. ამ თემაზე რა გააკეთეთ? ეს რა გამოთქმა წალკა არ არის საქართველოს? არა, წალკა და გავიგე რაც გააკეთეთ. არა, ეს რაღაც ხელის საქმე. არა, მოიცა. რა გააკეთეთ ამ პრობლემაზე? ამ პრობლემაზე რა გააკეთეთ? ბატონ ჯაბა, დააკვირდით რასაც ამბობთ. წალკაში დღეს კარგად ვაკვირდები. აჭარიდან და სვანეთიდან ჩამოსახლებული მოსახლეობა. ბატონებად არ ვამბობ დაკვირვების გარეშე. თქვენ რა გააკეთეთ ამ მიმართულებით? მეპარება რომ დაკვირვების გარეშე. ანუ ეჭვი არ უნდა გეპარებოდეთ, ტყილა გეპარება. ხა ჩემს მაგევრად თქვენ როგორ მეტყვით ახლა? მეც ბევრ რამეს მეპარება, მაგრამ თქვენ რა გააკეთეთ ამ მიმართულებით? კი ბატონო, ჩვენ არა გვაქვს პრეტენზია რომ რავი, ყველაფერი მოვაგვარეთ და გააკეთეთ ის რომ თქვენ რა გააკეთეთ? манипуლირება გაუკეთეთ. თქვენ რა გააკეთეთ თქო, თქვენ? მე მუშაობ მაგაზე და შედეგი რა შეგამოხატეთ? შედეგი დაიდება. რა როდის? გაგრძელდება დავასრულებ. მე უკვე დავდე, ჩემ რო არაფერი არ გავაკეთე ცხოვრებაში, რაც გითხართ ის მე. ბატონო, ერთი წუთი ჯაბა ძალიან გთხოვ. ასე თუ გაგრძელდება ამ ფორმით თუ გაგრძელდება ეთერი ბატონო ლევან ერთი წუთი ამ ფორმით თუ გაგრძელდება ეთერი მომიწევს რომ დავასრულოთ ისე რომ თქვენ იცავ ერთმანეთში დავასრულოთ უმინად მე მაგის უბრალოდ თქვენ გაინტერესებს ტყუილს როცა ამბობს ადამიანი გასაგებია უბრალოდ დავასრულებ არა მაშინ ცოტა დილობა მიქონიო და მითხარი რაშია ტყუილი რაშია გეტყვი და ესე იგი თქვენ თქვით რომ ჩვენ მარტო მიგრანტებს ვეძახით არაბებს და მარტო არაბ მიგრანტზე გვაქვს სხვაზე არა გვაქვს ეგ არის ტყუილი სიტყვა არაბიზაცია ვინ წარმოთქვა? არა, რა შუაში არაბიზაცია? იმ შუაშია. რა შუაში? საიდან დაიბადა? რა შუაში არაბიზაცია? რას ეძახით ამას? რა შუაში არაბიზაცია? არაბიზაცია არის პირობითი ტერმინი. კიდე გეუბნებით.
პრობლემა არის ყველა მიგრანტი თქო. მაშინ რა გაგისურვებთ? ემარ ჯგუფს და ამას რო იძახით, ხო ეს რაღაც თავრობა რო რეკლამას უკეთებს, ხო? იგელ ხილსი და ასე შემდეგ. ემარ ჯგუფის შემადგენელი ნაწილია, ხო? ემირატების მოქალაქე რამდენი ცხოვრობს საქართველოში? რა შუაში, რა მერე რა? რა ცოტაა მერე? რამდენია იცით? მერე? საუდის არაბეთში რამდენია? მერე? კუვეიტი. დინამიკა როგორია? კუვეიტი. დინამიკა როგორია? არანაირი დინამიკა არა. არ არის დინამიკა. არ იზრდება? აბა 24 საათი ვაბინა გაიყიდაო. წელიწადში რამდენი გამოვა? ერთ მოისმინეთ. ნუ ნერვიულ. არ ნერვიულ. ემირატები ისიც რადონის ქვეყანა არის? რამდენია მოსახლეობა ემირატებში? მაგალითი, რამდენია მოსახლეობა? დიდარია, მე რა, ანუ დიდარია და ამიტომ არ ჩამოვა? კითხვას გისვავთ, რამდენი არის მოსახლეობა ემირატებში? კაი, რამდენი არის იმაში საუდის არაბეთში? ემირატებზე არის ლაპარაკი, ესენი არიან, ესენი. მეგეთ 12 მილიონი. და მერე? ამ 12 მილიონიდან ადგილობრივი არაბი რამდენია? თქვენ რას მეუბნებით? ანუ დიდარია და ამიტომ აქ არ ჩამოვა? არ იცხოვრებს საქართველოში? მე რას გეუბნებით, რაც არ მithქვამს, თქვენ ნუ იძახით. რამდენი ცხოვრობს ემირატებში არაბი, თვითონ ადგილობრივი? 12 მილიონი და თქვენი როგორ ფიქრობთ? რამდენი? 1.400.000. მერე? წარმოიდგინეთ, რამხელა 12 მილიონიდან მილიონი კითხვა არ ხდება, როგორ ინარჩუნებენ ესენი ქვეყანას. მე რაში მაინტერესებს, როგორ ინარჩუნებს? მე ჩემი ქვეყანა მაინტერესებს. თქვენ როგორ უნდა ის როგორ ინარჩუნებს, მე რაში მაინტერესებს? იცით, ისრაელი როგორ ინარჩუნებს? ისრაელი რა შუაში? მე მაინტერესებს ჩემი ქვეყანა. სხვა ქვეყნის მაგალითად როგორ უნდა მოუაროთ, იცით? თქვენ იცით? ვიცი. მე როგორ? ხო მაგას ყვები სულ თქვენ არ მოგწონთ. როგორ? არ მოგწონთ. არაბიზაციას კი არ დავიწყებ ლაპარაკს. მარტო შენიშვნებს იძრებით. ეს არ გაგეკეთებთ. არაფერს არ აკეთებთ ამ მიმართულებით. რას არ რა იცი? ვიცი. იმიტომ რომ არაფერს არ ვხედავ. ვერაფერს ვერ ვხედავ. ვერც დაგან. არც არის საჭირო რომ. აბა მაშინ ამირა დემოგრაფიულ საკითხებზე მუშაობა მე მაგალითს მოგიყვანთ. არა უკვე გამოიხატეთ. იმიტომ რომ თქვენ გინდა იყოს ეს ლაპარაკი და ყვირილი. თქვენ რა გამოვა? ვინმე გაიგო წალკაში რომ ჩავასახლეთ 10,000. აი ხა ეს წალკა გაქვს დაჩენებული. ადლობა ამისთვის. მაგრამ ახლა რას აკეთებთ? თქვენ არც უნდა გაგიგოთ. ახლა რას აკეთებთ? არც უნდა გაგიგოთ და ახლა რას აკეთებთ? ეხლაც არ გავაკეთებთ. აი საზოგადოებას უთხარით. დემოგრაფიული საკითხის გადაწყვეტა სიმწვავე არის საზოგადოების პრობლემა და მოქმედება საზოგადოების გასახმაურებელი არც უნდა იყოს. სპეციფიკური თემა. აბა დასაწყისში, ეხლა თქვენ თავთან მოდიხარ წინააღმდეგობაში. რაში? ხალხი უნდა იყოს აქტიური, უნდა შევაწუხოთ ხელისუფლებაო, წეგან მაგას შევთავაზეთ. და ეხლა იძახით ხალხმა ვერც უნდა გაიგოს. აბა როგორ უნდა მოვაგვაროთ? თქვენ თუ ესე იგი 5 წუთის წინ რა ვთქვით, იმის ესე იგი დაფიქსირების პრობლემა არის, მაშინ უნდა გაგიმეოროთ ყოველ. კარგი, დავასრულოთ. პრობლემა არის. დავასრულოთ დღევანდელი. საზოგადოება გაიგოს კი საზოგადოება უნდა იყოს აქტიური. გითხრათ ერთი რამ. და ერთმანეთს კი არ უნდა ვჭამდეთ და ვიღაცა რაღაცას ვაკეთებ. იმას კი არ უნდა ვებძოდეთ და ერთმანეთს კი არ უნდა გშულდეს. ერთმანეთს კი არ უნდა ვებძოდეთ. ერთად უნდა ვიბძოდეთ, თუ პრობლემა გვაწუხებს. ბოლო ერთი ფრაზით, მადლობა მინდა. ჩვენზე მეტი ამ მიმართულებით თუ იმეს გაუკეთებია დაასახა. არაფერი არ გაგიკეთებია. თქვენ მით უმეტეს საერთოდ არაფერს არ აკეთებთ. გაფუჭების გარდა. ბოლოს მინდა თქვა, საერთოდ ერთ რამეს მივაგზავნე, არა მე სრული სიმშვიდით ვდგები ამ საკითხს. სანამ შეცდომებზე, ესე იგი, არ ვისწავლით რა არის გასაკეთებელი, ჩემ თავს ვეუბნები პირველ რიგში, სხვებმა რო არ იწყინონ, ეს ერთი. მეორე, თუ არ დავაკვირდებით იმას, რომ ჩვენთან ეს პრობლემა, აი რამდენიმე ციფრს გეტყვით, ესე იგი, საქართველოში 140,000 უცხოური კომპანია დარეგისტრირებული საქართველოში. აქედან, ესე იგი, 12,800 კომპანია ამას მიაქციეთ ყურადღება, რომელიც ფლობს უძრავ ქონებას მათ შორის მიწას. აქ არ არის ლაპარაკი სოფლის მეურნეობის მარტო მიწაზე. სოფლის მეურნეობის მიწას როგორ ფლობენ, იცი? ფლობენ ისე, რომ შედიან ქართველები მიწით და უცხოელებთან ერთად ხდებიან ამ კომპანიები, ეს კომპანიები ხდებიან ქართული მიწის ფლობელები. საქართველოში არ არის კანონი მიღებული, რომელიც ქართულ მიწას დაიცავს და გახდის ჩვენ რესურსებს სტრატეგიულ ქონებად. აი ეს არის მიმართულება, გაგიგე? ამიტომ აქ მთელი კომპლექსი არის, მთელი კომპლექსია გადაწყვეტილებებისა და ჩვენ მანიპულირებებს კი არ უნდა მივაქციოთ, უნდა ვიმოქმედოთ გეგმაზომიერად, რაღაცა ღიათ უნდა ვთქვა და დიდი ნაწილი სამოქმედოა და საქმეა გასაკეთებელი და არა სალაპარაკო. აქ არის ბევრი ნიუანსი სხვადასხვა ეროვნების მაცხოვრებელი ადამიანების, იქ სოფლებში ადგილზე მყოფი ადამიანების, ელექტორატისა და მოსახლეობის შეფარდების. ანუ ეს კომპლექსი უნდა ვაქციოთ იმ თემად, რომ საზოგადოებაში იყოს მოთხოვნილება, ვიმოქმედოთ წყნარად და ხელისუფლებას უნდა მივახვედოთ, თუ არ იმოქმედებენ, რომ მათი პასუხისგება ძალიან მწვავედ დადგება. აი ეს ერთიანობაში უნდა გავაკეთოთ. კი ბატონო, დიდი მადლობა. როგორც არამოდებატე მხარე ერთი წუთით, როგორც არამოდებატე მხარე და უბრალოდ როგორც ამ
ტელევიზიაში მომუშავე ერთი ჟურნალისტის პოზიციიდან მინდა გითხრათ ის, რომ მაგალითად ჩვენ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ძალიან ხშირად და წინასაარჩევნო პერიოდში, როცა გავიგეთ ეს ყველაფერი, მაშინ განსაკუთრებით უფრო ბევრს ვსაუბრობდით და ადგილზეც ვიყავით ჩასულები ბაზალეთში, სადაც ბაზალეთის ტბის ტერიტორიაზე ორჯერ დიდი ტერიტორია არის გასხვისებული უცხოურ კომპანიებზე, ქართველებისგან და იქაც ისე შენდება ასეთივე დასახლებები, რომ არავინ არ იცოდა ამის შესახებ და შესაბამისად ამ ყველაფერზე არც არავის პროტესტი მოგვისმენია დიდად და არც არავის შესტკივა გული და ამ თემაზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ჩვენ. მადლობა რომ საერთოდ ამ თემას აქტუალურად რო აქცევთ, ეს ძალიან კარგია. მთავარია პროფესიონალიზმი და მთავარია სწორი მოქმედება. კი ბატონო, ჯაბა ბოლოს ფრაზა და დავასრულებ. 2-3 წუთში ჩავეთევი. პირველი, ჩვენ როცა ვსაუბრობთ უკონტროლო მიგრაციის საფრთხეზე, არ გულისხმობთ რომელიმე ერთი ქვეყნიდან, რომელიმე ერის შემოსვლას არ განვიხილავთ საფრთხეს. ანუ რომელიმე საუდის არაბეთი იქნება, კატარი იქნება თუ რომელიმე სხვა ქვეყანა, ერთ კონკრეტულ ქვეყანაზე არ არის ლაპარაკი, უკონტროლო მიგრაცია არის საფრთხე, რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა შემოდიოდეს უცხო ქვეყნის მოქალაქე აქ დასარჩენად, უძრავი ქონების შესაძენად, მოქალაქეობის მისაღებ უკვე პრობლემაა და ამ მიმართულებით ჩვენ კანონპროექტიც დავაინიცირეთ, ეხლა ამაგის განხილვაც დაიწყება და აქ ზოგადად სავიზო საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებაზე ლაპარაკი, რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა იყოს. ეს ერთი. მადლობა. მეორე, მიწურის გარეშე, ხელისუფლების შეწუხების გარეშე არაფერი არ გამოვა. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია უშეცდომო, მარტო არის უფალი, ადამიანი ყოველთვის უშვებს შეცდომებს, რა თქმა უნდა მოგსულია ბევრი შეცდომა, შეიძლება ახლაც მოგდიოდეს, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც მოგვივა, მაგრამ ერთ რამეში სრულიად გულწრფელად ვიტყვი, ამ მიმართულებით ახლა თქვენ როცა ბრძანებთ, რომ წალკაში მე მაგ დროს ან პატარა ვიქნებოდიან, შეიძლება დაბადებულიც არ ყოფილიყავი, არ ვიცი რომელ წრებში იყო, მაგრამ ვისაც რაც გაუკეთებია ეროვნულ საქმეში, არავის არ უკარგავდა, ყველას მადლობა, მაგრამ ახლა როცა ეს საკითხი დგას, შეცდომაზე როცა ადამიანს უთითებ, იქვე უნდა კონდეს მერე ინსტრუქცია, რა უნდა გააკეთო. აი ეს არასწორია, კი ბატონო, დავსხდეთ, განვიხილოთ, რაღაცა არაპროფესიონალურად გავაკეთე, შენ პროფესიონალი ხარ? მოდი, ახსენი, დამარწმუნე, თუ უკეთესი გეგმა გექნება სიამოვნებით, მაგას რა ჯობია, თუ არა და უბრალოდ კრიტიკაა და არაფერი მე იმის მეტი იმის იქით. ეს არის ყველაზე მეტად რაც აფუჭებს საქმეს და თუ საუბრობთ იმაზე, რომ საზოგადოებაში არ არის საკმარისი მუხტი და ფაქტია, არ არის, ეს კიდევ უფრო მეტად აგდებს მუხტს, რომ ვიღაცა აფუჭებს და არაფერს არ აკეთებს. ანუ ჩვენზე თუ ვინმე იტყვის, მადლობა, მინდა გითხრა და ასევე ბატონ ჯაბას მადლობა მინდა უთხრა და მისი მიდგომების ტრანსფორმაცია რომ მოხდა, ესეც შედეგია თქვენი გადაცემა. დავასრულოთ მოკლედ, დღეს ჩვენი სტუმრები იყვნენ ჯაბა ჟვანია და სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე. მე განსაკუთრებულად მადლიერი ვარ ხოლმე სტუმრების, რომლებიც არ არიან ისეთი პოლიტიკური გემოვნების მატარებლები, როგორც შეიძლება ამ არხზე მყოფი ადამიანები იყვნენ, ასე რომ დიდი მადლობა ბატონო ლევან თქვენ და მგონი რომ საინტერესო გადაცემა გამოვიდა. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ გვიყურებდით. ხვალ ტრადიციულად ზუსტად 9-ზე დაელოდეთ ანალიტიკას და იმედია მომავალ კვირასაც ისეთივე საინტერესო ეთერი შედგება, როგორიც დღეს გამოვიდა. მადლობა ნახვამდის.